მოდი პასუხი გავცეთ ახლა დედოფალს. წეგან ჩავწერე ლაიფი, მოკლე ლაიფი და პირდაპირ დავიწყოთ, ხო? პირდაპირ დავიწყოთ. ქართული ზეუნები მორჩა, აქ შენი ადგილი აღარ არის. მოდი თავიდან დავიწყოთ. ძალიან სამარცხვინო აქ ხმა. აჭარის ტელევიზიამ გააკეთა რეპორტაჟი. მე მინდა აი მართლა გულწრფელად ვიტყო ბატონ უხანაშვილს. რა ხდება შენს თავს? იქნება აკვირსად. ქართული ზეუნები მორჩა, აქ შენი ადგილი აღარ არის. და მე მაგ ეს მონაწილე. კარგად მომისმენთ. ვინ ეუბნება რომ აქ შენი ადგილი აღარ არის? რატო აღიქვა ესე ვერ ხვდები? შედგება სახელმწიფო კომისია, რომელიც გაადგენს და ეს არის უპრეცედენტო ანტისემიტიზმის საერთო სოფლიოში არარსებული, როცა ჩვენ დავსვით უკვე ვინ მისცა ნებართვა ისტორიის გაყალბების უშუალოდ ობიექტზე ართელო ხელი ხმალს იკარ. და ეს იქნება სწორი გამარჯობა. დღეს საგანგებო განცხადებით გვინდა მემართოთ საზოგადოებას და იმ პირებს, ვისაც ეს საკითხი ეხება. ჩვენ ვისაუბრებთ განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულზე ქართველი ერის, საქართველოს ისტორიის წინაშე და არა მხოლოდ. დანაშაული, რომელიც რა განცხადება? შეიძლება ითქვას, რომ კულმინაციას სწორედ ახლა. რეგიონში განვითარებული მოვლენების დროს, პირდაპირ ვთქვათ, საომარი ვითარების დროს გარკვეულ კულმინაციურ ხასიათს იწენს. მოდი ყველაფერს მივყვეთ თავიდან. რამოდენიმე წლის წინ ჩვენ სრულად შემთხვევით გადავაწყდით გარკვეულ გვერდს, სადაც ხდებოდა ტირაჟირება ინფორმაცია იმისა, რომ თითქოს და საქართველოს ეს ბიბლიური ისრაელია. სიმართლე გითხრათ, თავდაპირველად ვიფიქრეთ, რომ ჩვენ გარკვეულ ფსიქიურ აშლილობასთან მქონდა საქმე და ეს აი ნახე, ფსიქიურ აშლილობასთან მქონდა საქმე. ალბათ გვირგვინი რომ ახურავს თავზე ჩემი გაკეთებული, აქაც ფსიქიურ აშლილობასთან გვაქვს საქმე, იფიქრებთ თქვენნაირი ადამიანები ბატონო ვიღაცა. განცხადება როგორია, ნახეთ? განცხადება არის ესეთი, რომ საქართველოს გვართმევენ, ხო? რაღაცა თითქოს ამ განცხადებით, ამ ჰიპოთეზით ქართველებს ეუბნებიან, რომ საქართველოს ადგილი აქ აღარ არის. საიდან მოიტანე, ვინ დაგესიზმრა, ფსიქიურ აშლილობასთან გვაქვს საქმე ბატონო. თქვენთან, სხვასთან კი არა, თქვენთან. ამ შემთხვევაში გავაგრძელოთ რა. აი მოусმინეთ ბოლომდე რა სიტყვიან. ეხლა რაც შეეხება ამ გვირგვინს მეგობრებო, აი სწორედ ასეთია ფსიქიურ აშლილობასთან დაკავშირებულ ადამიანებთან, აი ესეთი საკითხებით უნდა წარსდგე წინაშე, თორე სხვანაირად გარეკავს კაცი. ხო და ალბათ თქვენც ეს ვინც იფიქრებს, რომ ეს ფსიქიურ აშლილობასთან არის აქ საკითხი, ისეთი ადამიანები დაგвტოვებენ და დაგვაცდიან საუბარს იმ ადამიანებთან, დაგვითმობენ ტრიბუნას იმ ადამიანებს, რომელსაც გვაინტერესებს ეს საკითხები და მოდი გავაგრძელოთ ახლა რა ფსიქიურ აშლილობასთან გვაქვს საქმე აი ამ მამაკაცთან. გასაგები რადგან ეს დიაგნოზი დღეს უკვე გახშირებულია, მაგრამ როდესაც ვნახეთ რომ ამ თემამ მიიღო სერიოზული ტირაჟირება, როდესაც ვნახეთ რომ ქალაქები ჩვენი საზოგადოების წევრები ჩვენებს გზავნიდნენ, იწერებოდნენ, უკვე ჩნდებოდა ჩანაწერები იყო ეს ყველაფერი იღებდა სერიოზულ სახეს. არსებობს ადამიანი ეგრეთ წოდებული ესეთი ფსევდონიმით ენუქი, რომელიც ამტკიცებს რომ ბიბლიური ისრაელი ეს არის საქართველო. ეხლა ფსევდონიმით ენუქი, რატომ არ დაასახელა სახელი და გვარი? მას ქვია ნიკოლოზ ლეკიშვილი, ხო? მე რა ფსევდონიმი ენუქი რო აქვს რა მოხდა? რამეს პრობლემას წარმოადგენს? ერთი შეხედვით ამაში არაფერი კატასტროფული არ არის, იმიტომ რომ ჩემს გავსი დიაგნოზები ბევრი გვინახავს, მაგრამ კატასტროფული სახე მიიღო ამან. ნახეთ, აი როგორ დამპლური და აი ეს არის დამპალი ადამიანი. აი ამ ადამიანს თქვენ დამპალი ადამიანი რა. ჩვენ მსგავსი ბევრი გვინახავს. ვინ ჩემი ფეხები გინახავთ თქვენ დამპლებო თქვენ. რა გაცვია ჯერ? რა გაცვია? რა საროჭკა გაცვია მაგაზე რო წავიდეს საუბარი? მაშინ, როდესაც აქ უკვე სხვა პირები ჩაერთვნენ და ხდება ამ თემის ტირაჟირება და უკვე ეს თემა ესე იგი სანამ სხვა პირები ჩაერთვებოდნენ, ის უკვე შერაცხული იყო გიჟათ, ნიკოლოზ ლეკიშვილი, რომელმაც 20 წელი რაღაცა კვლევა აწარმოა, გიჟათ იყო შერაცხული. ესე იგი, რახან ესეთი რაღაც გააჟღერა, რომ ბიბლიური იერუსალიმი საქართველოში ყოფილა რა. ესე იგი, ამათ დონეზე დასულ ადამიანს, ესეთი ადამიანები პირდაპირ ფსიქიურად აშლილობებისკენ იქითკენ უბიძგებენ ხოლმე. ფსიქიურად აშლილ ადამიანებისკენ უბიძგებენ. შენ ვინ ხარ? შენ ვინ ხარ? ვინ ჩემი ფეხები ხარ საერთოდ? რომელი ადამიანის მეორე ადამიანზე ესე საზიზღრად ისაუბრებს, ის ადამიანი არც განხილვის ღირსია და ეს ვიღაცა იუდეველია, დარწმუნებული ვარ 100% ამაში რა. მოდი ვნახოთ ახლა რატო. ბიოლოგიური საფუძველი გარკვეული მოქმედებებისა. ერთოდ ხდება მთლიანი გადაკეთება საქართველოს ისტორიის. აქ არ არის საუბარი მხოლოდ იმაზე, რომ ვიღაცას დაესიზმრა, რომ უფლის ციხე არის იერუსალიმი.
აქ საუბარია იმაზე, რომ გარდა იმისა, რომ უფლისციხეა იერუსალიმი, თქვათ, ჩვენ აგერ გქონია თურმე სამშვილდე ყოფილა მაყბელა და ასე შემდეგ და მთელი საქართველოს ისტორია არის მთლიანად გადახაზული და ეს ყველაფერი, ანუ ჩვენი ტერიტორია მორგებულია სხვა ქვეყნის ისტორიას. მოდით რატო არის გადახაზული? ვინ გითხრათ, რომ გადახაზულია? რატომ არის გადახაზული? პირიქით იძენს სხვა დატვირთვას. და არანაირი გადახაზული არ არის, არაფერი არ ეკარგება ამაში, თუ არ ეძინება პირიქით საქართველოს. და ვთქვათ ისრაელის ისტორიას. აქ უნდა დავსვათ ლოგიკური კითხვა. ისრაელის ისტორია კაცი შვილმა დღემდე არ იცის მეცნიერული თვალსაზრისით სად იყო ბიბლიური იერუსალიმი. მაგრამ ჰიპოთეზის დონეზე წარმოდგენილი აქვს ისრაელს, რომელიც ვაჭრობას აწარმოებს იქ ვითომ და ქრისტე იქაცვეს ჯვარს. არავინ არ იცის მეცნიერულ დონეზე არც ერთი ნაშრომი არ არის დადებული, რომ ისრაელი, რომელიც ბიბლიური ისრაელია და იერუსალიმი არის იქ, სადაც დღეს წერენ, რომ არის ისრაელი. და მიუხედავად ამისა, ხომ, რომ არც ერთი ნაშრომი არ არის, მაინც ამ პროპაგანდას და ამ რეკლამას უკეთებენ, რომ იქ იყო ბიბლიური იერუსალიმი ვითომ. მაშინ სად მიდის საქართველოს ისტორია ამ დროს? სად მიდის და აქვე ქურჩება შედებილო მართლა და აქვე არის ყველაფერი, რაც ხვირწინ დაგიდო ნიკოლოზმა. მაგას ჯობია გადაშალო მისი წიგნი და წაიკითხო, ვიდრე მისი კრიტიკა დაიწყო იმის გარეშე, რომ თქვენ წიგნის წაუკითხველობის გარეშე შერაცხეთ ის გიჟათ. აი მაგას ეგჯობია შეუტოვინო ვიღაცაო. საგანგებო განცხადება უკვე გავაკეთეთ 2024 წლის აგვისტოში. აუ მაპატიეთ რა, ძალიან გაღიზიანებული ვარ. ადამიანურად რომელიც პირდაპირ იმით იწყებს, რომ ესე იგი პირდაპირ ესე იწყებს, რომ ფსიქიურ აშლილობასთან გვაქვს საქმე, იმ ადამიანს მე ვერ ვაპატიებ და ესე ნორმალურად ვერ დავრჩები რა, იმიტომ რომ ეს არის წამპალი ადამიანი. ეს არის ხვლიკი და ეს არის ის რეპტილოიდი, რომელიც ადამიანს ძალიან ადვილად თავისი ჰიპოთეზის გამო შერაცხავს გიჟად. აი ესეთი ადამიანების ატანა არ მაქვს მე საერთოდ და მაპატიეთ რომ თავს ვერ ვიკავებ ახლა აი ამ შემთხვევაში, გესმით? სინოდის წევრი ჩავიდა იერუსალიმში და საქართველოს 400 წელი წაართვა ისტორიისა და საერთოდ ხაზგადაუსვა ამ ყველაფერს, მაგრამ მაგერ საქმე გვაქვს საერთოდ არ ვიცი, ესე იგი უნდა ვივარაუდოთ აი ამ კვლევებით ძველი წელთაღრიცხვის მე-14 საუკუნიდან დღევანდელ დღემდე. გამოდის რომ საქართველოს ეს არ არის ქართველების ქვეყანა, საქართველოს არ აქვს ისტორია და ეს არის ბიბლიური ისტორია. საიდან მოიტანა? ყველაფერი რას ნიშნავს მსოფლიო? საიდან მოიტანა რომ საქართველო არ არის საქართველოს ქვეყანა? ზუსტადაც რომ არის და კიდევ უფრო საინტერესო ისტორიას იძენს, როდესაც ჩვენ აი ამ თემას განვიხილავთ. ეხლა ვეცდები რომ დავწყნარდე და წყნარად გიპასუხოთ, თორე ისე სხვანაირად არ ესმით ხოლმე დაყრუებულად, დაბლოებულად, დადებილებულ ხალხს რა. საზოგადოებისთვის ამას ძალიან დეტალურად აგიხსნებ ახლა მე. თუმცა მოდი მივყვეთ მიმდევრობით. ყველაზე შემაშფოთებელი ფაქტი, რომელიც ჩვენ დავაფიქსირეთ, ეს იყო გასულ წელს, როდესაც ამ ადამიანმა დადო ვიდეო ჩანაწერი. ეს ვიდეო ჩანაწერი იყო გაკეთებული უფლისციხეში, სადაც უკვე ედგა მას ბანერი და იქ ხდებოდა მტკიცება იმისა, რომ უფლისციხე, სინამდვილეში უფლისციხე არ არის, ნუ ხა სახელზე არ არის აკლაპარაკი. ანუ ეს ისტორია რაც ვიცით ეს არ არის. არ უთქვას, არც ერთ შემთხვევაში იმას არ უთქვას, რომ უფლისციხე არ არის, ის ამბობს, რომ უფლისციხე არის. იერუსალიმი. ჩვენ მეორე უფლისციხე არის ბიბლიური იერუსალიმი ამბობდა. უფლისციხე არ არის, არავის არ უთქვავს. უფლისციხე რჩება უფლისციხეთ და ამასთანავე ბიბლიურ იერუსალიმადაც ეძინება ახალი ისტორიული ფაქტი. არავინ არ გართმევს ქართველობას. ქართველი არც ხარ შენ, მატყუ არა თვითმარქვია. არ ხარ შენ ქართველი. შენ ხარ ურია ხარ შენ, გესმის? რომელიც ახლა ცდილობს, რომ რაღაცეები იფორჩიხოს. დღეს ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ დავუკავშირდით ტელეფონზე დავრეკეთ უფლისციხის მუზეუმ ნაკრძალში ვესაუბრეთ იქაურ თანამშრომელს. ტელეფონზე რატო არ დაურეკეთ ნიკოლოზ ლეკიშვილს? უფლისციხეში რატო დარეკეთ და ლეკიშვილთან რატო არ დარეკეთ ჯერ? რა ხდებოდა მათ სიმართლე გითხრათ. ის გიჟია, ხო? ის გიჟია და იმიტომ. ეს არ მიიღეს და შემდეგ ჩვენ მოვთხოვეთ განმარტება ერთ მთავარ საკითხს. როდესაც უფლისციხის მუზეუმ ნაკრძალი ვინმეს არ აქვს მნიშვნელობა ვის, ადგმევინებს ბანერს, სადაც ამ მუზეუმის, ამ ძეგლის ისტორია სხვაგვარად ხმები. ხომ არ შეგჭურდა? და ისტორიას რა ფუნქციის მატარებელი რჩება მუზეუმის დირექცია და თავად დირექტორი.
ცხადია, გადაღება სჭირდებოდა ნებართვა და ჩვენ მუზეუმში დაგვიდასტურეს, რომ ამ პირს ეს ნებართვა ქონდა. როდესაც ჩვენ დავსვით კითხვა, ვინ მისცა ნებართვა ისტორიის გაყალბების უშუალოდ ობიექტზე, ანუ ძეგლზე, აი ამდენი 1000 წლის ისტორიის კონექციებზე გითხრეს, რომ ზემოდან იყო ეს ამბავი დაკრიშული, თუმცა ზემოდან ეს ამბავი როგორ იკრიშება, ჩვენ ამაზე კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ სწორედ აი მიმართვის დროს. და რა ხან ესე გითხრეს ეგრე იყო, ხო? გადაამოწმეთ ეგრე რო იყო? იქნება ვიღაცა გიჟი იჯდა ამ ტელეფონთან და ისე გიპასუხათ. მაგაზე არ გიფიქრიათ? ჩვენ გვინდოდა მაშინ დირექტორთანაც გასაუბრება, იმიტომ რომ ეს ფაქტია უკეთანაშაულია, როგორ ხარ დირექტორი ობიექტის, როდესაც შენ ხელს უწყობ იმას, რომ რისი დირექტორიც ხარ, იმის ისტორია გააყალბო და შენ აღარ აღმოჩნდე უფლისების დირექტორად. ბიჭო, არავინ არ აყალბებს ისტორიას, შენ ვერ ახარ შენ ჭკუაზე. შენ მე მგონი მართლა ფსიქიური აშლილობა გაქვს მართლა. ხო? იმიტომ შენ დაგნიშნეს უფლისების დირექტორად და არა იერუსალიმის დირექტორად. ნახე, როგორ დამპალია, ესე იგი, როგორ შეშურდა ამ ადამიანის, რომელმაც მოახერხა და შევიდა უფლის ციხეში და იქ დადგა ბანერი და დაიწყო საუბარი რა. მოდი იმაზე ვისაუბროთ. მოდი იქნება დაგეპატიჟა ეს ნიკოლოზ ლეკიშვილი და პირისპირ გესაუბრა მასთან და მაშინ გაარკვევდი, არის თუ არა ფსიქიურად შეშლილი ეს ნიკოლოზი, თუ არ არის. აქვს თუ არა მტკიცებულებები, თუ არ აქვს. თუ რის საფუძველზე საუბრობს. ეხლა რომ არ დამდგარიყავი აქ მარტო წინ ეკრანის წინ და ისე რომ არ გეჭორავა მასზე. ამის შემდეგ გრძელდება მოვლენები, საზოგადოება ძალიან აქტიურად იწერება ჩვენს გვერდზე, იწერება როგორც პირად შეტყობინებაში, ისევე იწერება კომენტარებშიც და ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენ ნამდვილი იერუსალიმში ვიკვლევდით და 10 წელია ვიკვლევთ ქართველთა ისტორიას, ჩამოვიდანეთ მნიშვნელოვანი მასალები, გაკეთდა. ვინ გითხრა, რომ ნამდვილი იერუსალიმია? სადმე დევს? ანუ მითხრას ამ მამაკაცმა, ვინ უთხრა, რომ ის არის ნამდვილი იერუსალიმი? სადმე დევს? რამე ნაშრომი ან რამე მტკიცებულება? თუ ფსიქიურად შეშლილობასთან გვაქვს საკითხი, ბატონო, არსად არ დევს, რომ ის ბიბლიური იერუსალიმი, რომელზეც საუბარია, ის ისრაელია. საიდან ამტკიცებთ, რომ იქ არის? მტკიცებულება მინდა, მაინტერესებს. თქვენ თუ ითხოვთ მტკიცებულებას, ჩვენც ვითხოვთ მტკიცებულებას, რომ იქ არის ბიბლიური იერუსალიმი, სადაც თქვენ ღვთით სადებთ. სწორედ ეს პირი უკვე შემოდის ჩვენს გვერდზე, ანუ იმ პროტესტით, რომ ანუ ჯამში ესე გამოვიდა, რომ რას ქვია ჩვენ როგორ ვაშუქებთ ქართულთა ისტორიას იერუსალიმში, როდესაც ის ამტკიცებს, რომ იერუსალიმი ის არ არის დაკარგა, ხელი ეშლება. ხდებით ხელი ეშლება. ნამდვილი იერუსალიმის ხსენებით, რომელიც არის ისრაელის ტერიტორია. ვინ გითხრა, ვინ? ვინ ჩემა ფეხებმა მოგატყუა უკაცრავად ამ ხსენებაზე? ვინ მოგატყუა, ვინ? ვინ მოგატყუა ეგ რო იქ არის? სად წერია? ვინ გითხრა? ლევანდელი ისრაელის ტერიტორიაზე. ქვეყნის, რომელიც შეიქმნა აი ზუსტად ებრაელის გარეგნობა აქვს. ზუსტად ებრაელისავით საუბრობს. ეს დამპალი კაცია. 1948 წელს. და იერუსალიმი ისრაელის გახდა 1967 წლიდან. რაც შეეხება უახლეს ისტორიას. მაგრამ თავისი პირით ამბობს 1967 წლიდან გახდა იერუსალიმიო და ეხლა ნახე რას ამბობს კიდე რა. ის იერუსალიმი არის იმ ტერიტორიის დედაქალაქი ათასწლეულების მანძილზე. საიდან იცი, სად? ვინ გითხრა? საიდან იცი? კარგით. ხედავ, კარგითო, ვეღარ გააგზავნე ლაპარაკი. 1967 წლიდან. კიდე გავამეორებინოთ. იქნა 1948 წელს. და იერუსალიმი ისრაელის გახდა მოიცადე? ის არ არის დაკარგა, ხელი ეშლება. ეხლა ნახეთ, დააკვირდით კარგად, როგორ თვითონო მიხვდება. იერუსალიმის ხსენებით, რომელიც არის ისრაელის ტერიტორიაზე, დღევანდელი ისრაელის ტერიტორიაზე. ქვეყნის, რომელიც შეიქმნა 1948 წელს. აჰა, აი ხედავთ, ანუ ქვეყნის, რომელიც 1948 წელს შეიქმნაო და მე თვითონო მიხვდება დააკვირდით გამომეტყველებას, რომ რაღაცა სისულელეს გვიყვება და გადააკეთებს, კარგითო. აი ნახეთ, კარგად დააკვირდით რა, კარგად დააკვირდით. ხდებით ხელი ეშლება. ნამდვილი იერუსალიმის ხსენებით, რომელიც არის ისრაელის ტერიტორიაზე, დღევანდელი ისრაელის ტერიტორიაზე. ქვეყნის, რომელიც შეიქმნა 1948 წელს. და იერუსალიმი ისრაელის გახდა 1967 წლიდან. აჰა, 1967 წლიდან გახდა იერუსალიმი. 1948 წელს შეიქმნა 67 და იქ ყოფილა თურმე ბიბლიური იერუსალიმი და ეხლა კარგად დააკვირდით რას იზავს. მიხვდება უახლეს ისტორიას. მაგრამ ის იერუსალიმი არის იმ ტერიტორიის დედაქალაქი ათასწლეულების მანძილზე, ხომ? ეს ცხადია და ვიცით, კარგით. სად ვიცით? აჰა, ეგრევე გადადის თემაზე. კარგით. ცხადია და ვიცითო, კარგით, მტკიცებულება. არც მტკიცებულებას დებს და არაფერს. უბრალოდ ცხადია და ვიცითო. ისეთ ცხადია და ვიცით, რომ უფლის ციხეში აბა
მიდი მტკიცებულების წინააღმდეგ. აბა შენ მასალები მოიტანე და ჩვენც მოვიტანთ მასალებს. მტკიცებულებები მოიტანე და ჩვენც მოვიტანთ მტკიცებულებებს. მაინტერესებს ერთი, მაინტერესებს. თუ დადებს მტკიცებულებებს. ის ინფორმაცია და მე პირდაპირ მეტყვი ახლა უკვე ვის კონდა ეს ჩაწერილი არ მოვერიდები არანაირად ტელეკომპანია იმედს კონდა ჩაწერილი და ეს თავად ამ იდეის ავტორმა გააჟღერა და იქიდან შევიტყვე ჩვენ ტელეკომპანია იმედს კონდა ჩაწერილი პრაიმ თაიმში უნდა გასულიყო ეს გადაცემა ანუ პრაიმ თაიმს გულისხმობ დროს საეთერო დროს უნდა გასულიყო ეს ერთ გადაცემაში ნოე სულაპერიძესთან და რა თქმა უნდა ჩვენ ამაზე ესე გულხელდაკრეფილი ვერ ვიჯდებოდით და საბედნიერო ტელეკომპანია იმედმა ამ შემთხვევაში სწორედ შეაფასა მოვლენა რომ რეალურად ტელეკომპანია იმედი გარდა იმისა რომ საქართველოს ისტორიას უბრალოდ ძირს გამოუთხრიდა ამით და დაამაყიჭებდა გარდა ამისა ეს არის უპრეცედენტო ანტისემიტიზმის საერთო ვინ მოგცეთ მაგის უფლება რაღაცი ჰიპოთეზის გაჟღერების გამო რაღაცა შეცვალოთ და იმედის ტელევიზიას რამე უფლებები მიეკუთვნოს რომ საქართველოს ისტორია შეიცვალოს ვინმე მოგცეთ მაგის უფლება რატომ გეშინიათ ესეთი უაზრო რაღაცების ბატონო მე მგონი თქვენ მართლა ფსიქიური აშლილობა გაქვთ ადამიანმა რომ თავისი ჰიპოთეზა გააჟღეროს მედია საშუალებით ეს იმას არ ნიშნავს რომ იცვლება მაშინვე მსოფლიო ისტორია ან საქართველოს ისტორია ან კიდე შენი ისტორია შედებილო შენ და რა მაინტერესებს იცით ხალხო რატომ არა აქვს ნებისმიერ ადამიანს თავისი ჰიპოთეზის გაჟღერების უფლება აი ამ იმედმა კარგად გამოჩნდა ვისი გველის წიწილიც არის იუდეველების გველის წიწილი რომ არის იმედი და მე რო აღარ გააჟღერა ის საკითხი რაზეც საუბარი ქონდა ნიკოლოზ ლეკიშვილს აი სწორედ ეხლა აქ გამოჩნდა აქ და ესეც რომ იუდეველების გველის წიწილია მაგი კარგად ჩანს ამ ვიდეოში სოფლიოში არ არსებული უფრო მეტი ვიდრე ჰოლოკოსტი და ამაზეც რა თქმა უნდა ვისაუბრებ დღევანდელი ჩვენი განცხადების მიზანი არის ერთი რომ საზოგადოებამ რეალურად გაიგოს რასთან გვაქვს საქმე დღეს ვიღაცა წერს ლედი ბაბუნაშვილი თამარ მანამდე პალესტინის იყო ვინ დაამტკიცა ვინ მოიტან საიდან მოიტანეთ ხალხო საიდან ან სად წერია ოფიციალური წერილი მაჩვენეთ რომ პალესტინაში იყო იერუსალიმი მაჩვენეთ რომელმა მეცნიერმა გამოიკვლია ეს მისი სახელი არ ვიცით? თუ მისი სახელი არ ვიცით, მაშინ ჯერ არ ვიცით სად არის ბიბლიური იერუსალიმი. ჩვენ მეცნიერები კითხვის ნიშნის ქვეშ ვართ, სად იყო ბიბლიური იერუსალიმი მტკიცებულებით და არა მოყოლილი ზღაპრებით, გესმით? და ვიღაცა რაღაცა ჰიპოთეზა რომ გააჟღეროს, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი არის ფსიქიურად შეშლილი. ეს იმას ნიშნავს, რომ მან მოსაზრება გამოთქვა იმის ნიადაგზე, რომ ამის და ამის ნიადაგზე. და ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს და ეს ნიადაგები რის გამოც ამ ადამიანმა ეს გააჟღერა. იმიტომ რომ ჩვენ დღემდე არ ვიცით სად არის ბიბლიური იერუსალიმი არც ერთი წერილის, არც ერთი მტკიცებულების განხილვით. და როდესაც ბიბლიაში წერია რომ ბიბლიური იერუსალიმი იყო აქ და აქ წერია რომ იყო აქ და აქ მაგრამ ტერიტორიულად იქ არ წერია რომ აი აქ მოესაზღვრებოდა და იქ ესაზღვრებოდა გესმით იქ რაც წერია როგორც ესაზღვრებოდა და რანაირადაც ესაზღვრებოდა ვერ დაამტკიცეს მეცნიერებმა რომ იმ ადგილს ესაზღვრება და ეთანხმება რომელიც დღეს არის იერუსალიმი იქ თვითმარქვია რო არის ვერ დამტკიცდა იმიტომ რომ იქ სხვადასხვა გაუგებრობასთან იყო საკითხი იმიტომ რომ იქ არც კლდოვანი ადგილებია, არც მთაბარია და არც კიდე ჩანჩქერები მოედინება. საბედნიეროდ ეს გადაცემა ეთერში არ გასულა ტელეკომპანია იმედი დარჩა თავის ნახე რა დამპალია გველი ხარ საბედნიეროდ ეს გადაცემა ტელევიზიაში არ გასულაო რატომ საბედნიეროდ არ გვაქვს ჩვენ მოსაზრების გამოთქმის მოსმენის უფლება ადამიანმა რომ თავისი მოსაზრება და ჰიპოთეზა გამოთქვას საჯაროდ არ გვაქვს ჩვენ ამის გაგების უფლება შენ დამპალო კაცო შენ კიდევ არაერთხელ გიწოდე შენ გველზა დამპალს მე ჩემი და გიორგის სახით მადლობა გადავხატო მაკალომიძეს რომ მათ მიიღეს სწორი გადაწყვეტილება სწორ დროს აჰა მაკალომიძე ებრაული სახელი და გვარი იმედის წამყვანები ყველანი ებრაელები აი ამ დაკრიშვასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა რომ იცით არც ტელეიმედში არ მოხდებოდა დაკრიშვის გარეშე იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ეთერში რა როგორ ხდება და სხვა შორის ჩვენ თავზეც ვარ გამოცდილის ჩაწერილი გადაცემები ქართული იერუსალიმზე ჩაწერილი გადაცემები როგორ ხდება ეთერიდან და როგორ არ გადის იმიტომ რომ იმასაც კრიშავენ რა უნდა გავიდეს შესაბამისად ესეც იყო დაკრიშვილი ამ ადამიანმა გამოსცა წიგნი ეხლა
იყოს დაკრიშული. რა პროჭი გეწვის უკაცრავად? რა გინდა? რატო არ დაპატიჟებ იმ ადამიანს და რატო არ ელაპარაკებ იმასთან ერთად? რატომ? იმიტომ რომ ვერ მოუგებ საუბარში. იმიტომ რომ არ გაქვს არც ერთი მტკიცებულება რომ იქ ანუ ეს არ უკვე ბეჭდების სახით, გადაცემები იწერება და მე აქვე ამ წიგნზე, როდესაც არის საუბარი, პირდაპირ გეუბნებით, რომ მას ჰქონდა ამაზე განცხადება გაკეთებული წიგნის, ასე ვთქვათ, პრეზენტაცია მოხდა, მაშინ ასე იწოდებოდა დღეს სტატუსია შეცვლილი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ეხლა მე მინდა საზოგადოებას მოგმართოთ. ნებისმიერმა თქვენგანმა მოიწერეთ ჩვენთან აი ამ ვიდეოს ქვეშ. თქვენ როგორ ფიქრობთ, დაკრიშვის გარეშე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში? ესე შეიძლება რომ ვინმე თავისი რაღაცა დაჩხაბნილი წიგნი მიიტანოს და არც არავინ არ იკითხოს რა მიიტანა და ესე გააკეთოს პრეზენტაცია და მოიწვიოს სტუმრები. ესა თქონდა გამორიცხულია, ხო? მე გეტყვი. როდესაც მე გავაკეთე ჩემი სადიპლომო ფილმი გადავიღე, ზუსტადაც შემეძლო რომ პარლამენტში დამექირავებინა ადგილი და იქ მეჩვენებინა მიმეცა ჩვენება. ანუ ჩვენება მეწარმოებინა ჩემი ფილმის. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი. გადაიხდით ამხას, მოგცემენ ადგილს. აქ არაფერი დაკრიშვასთან არ აქვს საქმე და არანაირი კრიშები არ გჭირდება აქ. აქ გჭირდება მხოლოდ ფული. მაგრამ არ გავაკეთე მე. ჩვენება გავაკეთე კინოსახლში. ესე იგი, ჩვენ რა ფაქტის წინაშე ვდგავართ, რომ გარკვეული პირები და ჯგუფები დღეს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ ვიტყვი ამას, იმიტომ რომ ეს უკვე ყველამ ვიცით, ჩვენ რეალურ სურათზე გვაქვს. აი ამას ქუდი რო ეხუროს ებრაელს გავს. კონსტიტუციურ საზღვრებში ისღააკლია ზემოთ ხინკალი რო ადეფება. ამის პარალელურად, ისევ იქ ვიღაცა ჯგუფები, ალბათ ხელისუფლებაში ან კულუარულად ხმები, არ ვიცი, თვითონ გარკვიოთ, გარკვეული ჯგუფები პრაქტიკულად აი ამ დაძაბული სიტუაციის დროს მორიგ ბომბს აგდებენ ქვეყანაში და ეს რატოა ბომბის ჩაგდება, ამას ახლა განმარტავთ. ესე იგი, მივდივართ უბლისიხის მუზეუმ ნაკრძალში ხდება ვიდეოების ჩაწერა, ხო, ბანერის დადგმა. ხდება პარლამენტის ბიბლიოთეკაში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრეზენტაცია, ჩაწერა ტელეიმედმა და დღეს რატო ვწევთ ამ მიმართვას? იმიტომ რომ 2-4 დღის უკან ძალიან სამარცხვინო არხმა. მე აქამდე არ მქონია შეხება, მაგრამ რატო სამარცხვინო? მე აუხსნი ამ არხს ახლა. აჭარის ტელევიზიამ გააკეთა რეპორტაჟი, სადაც ისინი მიეჩნევენ რომ რაღაცა ჰიპოთეზის პრეზენტაცია გააკეთეს უბლისიხეში და ეს რომ ჰიპოთეზა არ არის, ამას ვერ ხვდებიან. რატო ახლა ეს არის სამარცხვინო? რატო ვერ ხვდებიან? ტელევიზია ძალიან ჩვეულებრივად მივიდა ნიკოლოზ ლეკიშვილის პირველივე სიტყვები არის ეს რომ ნიკოლოზ ლეკიშვილს აქვს ჰიპოთეზა თავიდანვე ამბობენ რატო ვერ ხვდებიან ამას რომ არ არის ჰიპოთეზა ვერ ხვდები ანუ შენ რა პრობლემა გაქვს ჰიპოთეზად ანუ ჯერ ეგერთით სამარცხვინო ტელევიზიაო და მე მინდა მადლობა მოუხადო იმ ტელევიზიას რომელმაც გააჟღერა იმიტომ რომ ჩვენ ადამიანებს საქართველოში მცხოვრებებს გვაქვს იმის უფლება გავიგოთ რომელ ადამიანს რა ჰიპოთეზა გააჩნია რომელიც განსაკუთრებულად 20 წლის მანძილზე იკვლევს რაღაცა საკითხს მე პირადად მაინტერესებს და მე პირადად მადლობას უხდი იმ ტელევიზიას რომელმაც გააშუქა და თუი იმ იმედს, რომელმაც არ მოიტანა ჩემს ყურამდე იმ ადამიანის ახალგაზრდა მეცნიერის ჰიპოთეზები. დებილია და გაყიდულია ის ტელევიზია, რომელმაც რაღაცის გამო რაღაცა დაბლოკა. აქედან მივყვეთ ანტისემიტიზმის თემასაც. ესე იგი, როდესაც ნებისმიერი ორგანიზაცია, არ აქვს მშობა ეს არის ტელევიზია, ეს არის თქვათ სოფლის საბჭო, თუ ეს არის რაიმე ბაზარი ან სუპერმარკეტი, ანუ სადაც ბეჭედი აქვს და დირექტორია და მოაზროვნე ადამიანი უნდა იყოს, იმას ვერ ხდება რა პროდუქტს უშვებს. ის არის სამარცხვინო. ეხლა ნახეთ. მოდი შევეხოთ ჰოლოკოსტს. რა იყო ჰოლოკოსტი? ჰოლოკოსტი იყო ევროპაში მომხდარი მსოფლიო ისტორიისთვის შემზარავი ამბავი, რომელიც მაშინ ევროპელებმა ჩაიდინეს, სადაც ააშენეს საკონცენტრაციო ბანაკები. აი ჯერ ეგერთიც ახლა ჰოლოკოსტი აღრამოსატანი იყო, მაგრამ მოდი მოусმინოთ, აბა მოусმინოთ რა უნდა. მილიონი როგორც ამბობენ ახლა ჩვენ არავინ არ ვიცით ეს ციფრი ახლა 6 იყო 6.5 თუ ცოტა ნაკლები, მაგრამ ოფიციალურად ესე გვაქვს ისტორიული ცოდნები. 6 მილიონი ებრაელი გამოწვეს გაზის კამერებში. ეს მოკლედ ჟღერს ესე. მაგრამ ეს ასე არ იყო მხოლოდ. იქ არ იყო რომ ეს მოკიდეს ხელი და გამოწვეს. ეს ხალხი აწამეს საშინლად. მე არ ვიტყვი ხა იმ ადამიანის გვარს, ვინც იყო ცნობილი ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა ესეთი ჰობი, რომ მას მოწონდა ადამიანის ყავისგან შეკერილი ავეჯი, ნივთები, ჭაღები, სხვადასხვა აქსესუარები, ხელთათმანები და ესე გააშიშვლებდნენ ხოლმე ამ საკონცენტრაციო ბანაკში მამაკაცებს, ვისაც დაკურთხებდა. ეხლა ნახე როგორ სენტიმენტალურ თემას შეეხო, გესმით, რომ ადამიანების გული რაღაცნაირად დაიმორჩილოს ამ შემთხვევაში და თავის მიმართულებისკენ იმას გადაიყვანოს. აი სენტიმენტალურ თემას შეეხო და გვატირებს, ეხლა სემლებს წამოგვადენს ეხლა. რა კარგად ცოდნია. დახურეთ კარი. ყავს აჭრიდნენ და ეს ადამიანი კერავდა მე დივანის გადასაფარებელს ავეჯს და ასე შემდეგ. მე ხვდებით რაზეა ლაპარაკი რა ხდებოდა საკონცენტრაციო ბანაკებში. ესა მინიმუმი ხარ. ბიჭო, ხვდებით, მაგრამ რა შუაში იყო ეხლა ეს? საკონცენტრაციო ბანაკებში შეიძლება ფიზიკურად ანადგურებდნენ ადამიანებს.
ყლავდნენ, აწამებდნენ, მაგრამ ვერ ნადგურდებოდა იდეა, ხო? რა იდეა? რა იდეა? ეს ადამიანი სოფლიოს აჩვენებს თან საქართველოსთან ქვეყნიდან, რომელმაც ჯერ კიდევ ჩვენი ძველი წელთაღრიცხვის 586 წელს, როდესაც ბაბილონელებმა დაამხეს იერუსალიმი და იქიდან ებრაელები გამოიქცნენ, იქიდან გამოქცეულ ებრაელებს ვინახავთ დღემდე. მთელ სოფლიოში, რასაც აკეთებდნენ ებრაელების წინააღმდეგ, ფატარავდნენ ესპანეთში და რო გამოსბოდნენ ებრაელები, ფატარავდნენ ძვირფასეულობად გადაყვებულიყო და ებრაელები როგორც ცხოვრობდნენ, ესვით ყველა. და აი ესეთ ქვეყანაში დღეს ეს ადამიანი გთავაზობს საზოგადოებას, სოფლიოს საზოგადოებას თავაზობს და თუმცა სუბტიტრები უნდა დაეთოს ამ გადაცემას კიდე, თავაზობს ანტისემიტიზმის კი არა, საერთოდ კაცობრიობის წინაშე უდიდეს დანაშაულს, რატომ? იმიტომ რომ აქ ადამიანი კი არ ყვდება. აქ ამ ადამიანების ისტორიის, კულტურის და ბოლო-ბოლო მათი რაღაც ძალიან აგეწვა კუჭი. ძალიან აგეწვა კუჭი. სამირიგის წმინდა ქალაქი, მაგრამ მათი სხვა წმინდა ქალაქის ფეხქვეშ გათელვა, რაღაცზე ვლაბ. ბიჭო, აი ეხლა ეს წმინდა ქალაქის ფეხქვეშ გათელვაო რა ამბობს რა. შე დედა მოტყნულო უკაცრავად რა. დედა მოტყნული რო არ იყო, შენ არ იქნებოდი ამ დედამიწაზე გაჩენილი. და რატომ მოტყნეს დედა შენი საერთოდ უკაცრავად რა. მაინტერესებს ერთი ეს რო ლაპარაკდა იმაზე რომ ეს საწყალი ხალხი ჰოლოკოსტი რომ მოუწყო იმან ვიღაცა ვინც მოუწყო ხო ჰიტლერი იყო თუ ჰიტლერის უკან ვინც იყო და ეს თურმე ნიკოლოზი უარეს ამბავს აკეთებს რომ ამ ხალხს მარტო ფიზიკურად კი არ ართმევს თავის სხეულს ისტორიას ართმევს გესმის წარმოგიდგენია და ბიჭო იმაზე რატო არ კითხულობ იქნება აი ამ მძღნერმა ხალხმა რომელმაც მთლიანად ეს ჰოლოკოსტი მოაწყობინა იმ ისრაელმა და სიონისტებმა იმათმა წაართვეს ზუსტად ეს ტერიტორია ისტორია ამ ტერიტორიას და თავისად მიისაკუთრეს და მერე ის ხალხი რომლებიც უარს იტყოდა ამ ყველაზე ისინი ყველა მოიშორეს იმ ჰოლოკოსტის გამო ჰოლოკოსტით მაგაზე რატო არ ფიქრობ სიონისტებმა რომლებმაც გააწყვეტინეს მთლიანად გერმანელებს აი ეს ხალხი დააწოვინეს და თუნდაც ჩანთები შეაკერინეს მისი ტყავებით თუ რაც იყო ხო აი ზუსტად იმ სიონისტებმა მოაწყეს რომლებმაც აი საქართველოს წაართვეს თავისი ისტორია ზუსტად ესე მოხდა მაგაზე რატო არ ფიქრობ პარაგობ საერთოდ და დღეს ეს ისმის ქართული ტელეარხიდან და ხდება ამის ტირაჟირება ეხლა როგორ ხდება ტირაჟირება? იწყება გადაცემა, თუ რაღაცა რეპორტაჟი, რასაც ისინი გვთავაზობენ უფლის ციხეში, და კიდევ ამბობ ეს ჰიპოთეზა არ არის, ეს მიდის მტკიცებითი ფორმით. ბიჭო, არ მიდის მტკიცებითი ფორმით. აჭარის ტელევიზიამ გააჟღერა პირველიო სიტყვები, რომ ნიკოლოზ ლეკიშვილს აქვს ჰიპოთეზა. ამაზე ეხლა 500 ჯერ ხო არ იტყვის ყოველ წუთში, რომ ჰიპოთეზა და ხوار გაგირებავს არა? გითხრეს, რომ არის ჰიპოთეზა. ეხლა ვერ დააბრალებ ამ ტელევიზიას რომ არ გააჟღერა ეს რომ არის ჰიპოთეზა გააჟღერა თელა ამდენ ხალხს ამდენ ისტორიკოსებს ბერძენიშვილებს ჯავახიშვილებს არავის არაფერი არ ცოდნია აბსოლუტურად მთელი საქართველო აი ამდენ ხის მანძილზე ყველა ის ამდენი ისტორიკოსი იყო უნდა ვთქვა ეს ცოტა ჟარგონულად ცოტა ცალტვინა ანუ არ იცოდნენ საქართველოს ისტორია და ეხლა მესიანურად გამოჩნდა ეს ხალხი ბავშვიაჩემს ტელევიზიანად რომელიც თავაზობს ახალ ისტორიას ანუ სოფლიოს ძინავს და ეხლა უნდა გაიკვიძოს სოფლიო გესმით თქვენ რომელ ბერძენიშვილზე საუბრობ კაი ვთქვათ და ეს სოფლიო მეცნიერები ვინც ახლა ჩამოთვალა სოფლიო იქნება თუ ქართველი მეცნიერები ან მოისყიდეს ან დააშინეს ან კიდე რაღაცნაირად ათქმევინეს ავტომატი დაადეს თავზე და ისე ათქმევინეს რომ აი ესე უნდა დაწერო როგორც დაგვიწერეს მაგალითად კომუნისტების დროს რომ ჩვენ მაიმუნებისგან ვართ წარმოშობილი ხო გვჯეროდა მაგისი ერთი პერიოდი ისე სჯეროდა შეიძლება სრულიად საქართველოს იმის რომ ჩვენ საქართველოს თურმე ესა და ეს ისტორია ქონია და თურმე თამარ მეფე ესა და ესე ყოფილა რატო გამორიცხავ მაგას რომ სრულიად ეს მეცნიერები იყვნენ დაშინებული მოსყიდულნი ან შემცდარნი რატო გამორიცხავ მაგას იერუსალიმი თურმე არის უფლის ციხეში მაგრამ კიდევ მაგ იერუსალიმზე არ არის ლაპარაკი ესე იგი კახეთი არის რაღაცა ჰებრონი სადღაც არის კიდე რაღაცა და კუთხე კუნჭული არ დარჩა არა ხევსურეთი არა რა ვიცი თუშეთი არაფერი არ დარჩა ქართულ რაც ხე საქართველოს ისტორია ისწავლეთ ეს ყველაფერი არის ტყუილი ბიჭო, არ იცი რომ ტყუილია? არ იცი რომ ტყუილია? არ იცი თუ ახლა გაიგე? ის გამოშტერების ერთ-ერთი მეთოდი რო ასწავლე სხვა ისტორიას, მაშინ როდესაც სინამდვილეში სხვა ისტორია იყო. უძველესი საქართველოს ისტორია. შენ იმაზე ილაპარაკე, იქ რომ ცეცხლი გადმოაქვთ, ვითომ და წმინდა ცეცხლი რო არის, მანდ რო რაღაცებს აკეთებ, ეგ გამოიციე. ეგ ჯობია. ამ ჩანაწერში არის ესეთი რაღაცა, თუმე უფლის ციხის ისტორია არ არის თუმე ისტორიაში საერთოდ.
ვინ გითხრა რომ არ არის? საიდან მოიტანა? არც ნიკოლოზ აროთულოს რომ არ არის. პირიქით გეუბნება რომ უფლისციხეში იყო სწორედ ეს მსხვერპლსაწირები და ისინი რაც ბიბლიაშია მოხსენიებული. არავის არ უხსენებია იქ რომ უფლისციხეს ისტორია არ ქონია. პირიქით გეუბნება რომ ისტორია ქონდა და ეს ისტორია ქონდა. რაც შემდეგ იმათმა მოიპარეს. ისტორია საერთოდ ჰიპოთეზა იცით რა იქნებოდა და ვერსია რაღაც იცით რა იქნებოდა აი იქ რო ყოფილიყო მსჯელობა იმაზე რომ თქვა თამარის ეპოქაში პირობითად თამარ მეფე ცხოვრობდა იქ თუ არ ცხოვრობდა თქვა ბიჭო აი რა შუაშია ხა თამარის ეპოქა იმ ეპოქას და რომელი ეპოქებიც ნიკოლოზმა გამოიკვლია რა შუაში აი ამაზე დებილი კაცი თუ მენახო სადმე რა ერის თავის იყო ეს დროებით ან იქ იყო სავაჭრო ქალაქი თუ არ იყო პური ყიდებოდა თუ ღვინო აი ეს არის ჰიპოთეზები ზუსტად მაგას გეუბნება მე ზუსტად მაგას გეუბნება რომ იქ იყო ის ადგილი სადაც რაც და როგორც არის ბიბლიაში აღწერილი ეგ არის ზუსტად ეგ გითხრა მე იქ იყო სადაც წირავდნენ მსხვერპლს იქ იყო სადაც იწერებოდა წიგნები იქ იყო სადაც უფალი იყო თვითონ მეფე იჯდა ციხე იყო მისი მაგას გეუბნება ჰიპოთეზის დონეზე რამ გაგაცვიფრა და რა მაგიწვა ეგ პროჭი არა ის როდესაც იწებითი ფორმით საერთოდ ამბობ იმას რომ თურმე ეს არის რა ქვია იერუსალიმი და იქ აღარაფერი აღარ არის რას უშვებ იცით რა არის მეგობრებო მე სულ არ მცხვენია ამ უწმაწორი სიტყვების წარმოთქმა რა აი იცი რატო არ მცხვენია ეხლა ამასაც აგიხსნის ძალიან მოკლედ რა თუ ადამიანებს არ მცხვენიათ ბავშვების დაბომბვა აურაცხელი ადამიანის მოკლა და აურაცხელი ადამიანის ბავშვის მიწაში ჩადება თუ ამის არ მცხვენია კაცობრიობას და კულტურულად გამოდის და ამბობს რომ აი ჩვენ იმიტომ დავიწყეთ ომი რომ ირანს აქვს ატომური ბომბი და კულტურულად გეუბნება და არა უწმაწური სიტყვებით საუბრობს მაგრამ აკეთებს უარეს რაღაცას ხო აი მე მაშინ უწმაწური სიტყვების თქმის საერთოდ არ მცხვენია და პირიქით ვალდებულადაც მივიჩნევ თავს რომ ასეთი დებილი ადამიანები სწორედ ისე ვლანძღო როგორც ვრანძღავ არ მიმაჩნია მე ეს არც უკულტურობაში არ უთვლი ჩემს თავს და არც უწმაწურობაში და არც საკუთარი თავის დაუმორჩილებლობაში რა არ მიმაჩნია ეს მიმაჩნია მე როგორც მნიშვნელოვანი სიტყვების წარმოთქმაში მიმაჩნია აი ამ შემთხვევაში ბებით იმ ქართველებს რომლებიც აღესრულნენ მოწამეობრივად იმ იერუსალიმში ნამდვილ იერუსალიმში ვინ აღესრულა ბიჭო ვინ აბა ერთი გვამი მაინც მაჩვენე რომელ მამეცნიერმა ამოთხარა აი იმ ადამიანის რომელიც ახლა აი აღესრულენო იმ იერუსალიმშია და ხელს იცვა სადღაცა სად იშოს სად რომელი იერუსალიმში მანახე მათი ჯერ გვამები ჯერ ნაკრძალები დაკრძალული სადაც იყვნენ მაგათი აკლდამები და მაინტერესებს სად როგორ რანაირად დაამტკიცეთ რომ იმ იერუსალიმში იყვნენ ისინი სადაც აი ეს აღესრულებოდნენ მოწამეობრივად რა მოწამეობრიობაზე გაქვს საუბარი მე ვერ ხვდები სად აღესრულებოდნენ იერუსალიმში მოწამეობრივად ადამიანები ქრისტეს გარდა ვინმე აღესრულა მოწამეობრივად იერუსალიმზე როცა გაქვს საუბარი იმ იერუსალიმის კვალი ქართველებს გვაქვს სახალებიდანვე და ამაზე ჩვენ წერილი ქონდა გამოქვეყნებული ქართველები ქრისტეს სიცოცხლეშივე იმ იერუსალიმთან იყვნენ კავშირში ეხლა კიდე ერთი მთავარი თემა გარდა იმისა ვინ იმ იერუსალიმში ვინ მაჩვენეთ ქართველი რომელიც იმ იერუსალიმში წავიდა მტკიცებულებით კი არის ნათქვამი რომ ლაშა გიორგი თავის დედის ძვლებს გადაასვენებს იერუსალიმში მაგრამ სად არის ეს იერუსალიმი იცი ვინ დაამტკიცა სად არის კიდევ რამდენიმეჯერ გავიმეორებ და კიდევ 5000 ჯერ გავიმეორებ აი ამას ვინ დაამტკიცა რომელი იერუსალიმში მიდიოდნენ თუნდაც ლაშა გიორგი დედამისის ძვლებით რომელიც საერთოდ ისტორიაში არ ყოფილა დედამისის ძვლები ლაშა გიორგის ხელში არ სჭერია საერთოდ კულულები რო დაიყენოს სუფთა ებრალია დიახ რომ ისინი ისტორიას ართმევენ ნამდვილ იერუსალიმს და ნამდვილ წმინდა მიწას ეხლა ნახეთ კიდე რა ხდება ნახე რა დამპალია აი რა დამპალია ბიჭო რა დამპალია ნამდვილ წმინდა მიწასო ვინ გითხრა რომ ნამდვილი წმინდა მიწა იქ არის
რომელმა ხოჯამ გითხრა ერთი მაინტერესებს. რომელმა რაბინმა გითხრა და რომელმა გითხრა იგი რომელმა? სიონისტებმა? გამოვიდა შემდეგ. სიონისტი ეს წამპალი ეს. ესე იგი 1958 წელს გაირო შეიკრიბა. იმისათვის რომ რეგიონში მოეწყო დაუსრულებელი სისხლისღვრა, შეაგროვა თვითმარქვიები. ეხლა ებრაელებს გულისხმობ, ხო? ანუ შენ თუ ამბობ, რომ ისინი არ არიან და ის ქვეყანა არ იყო და თურმე შენ ხარ, გამოდის რომ გაირო შეაგროვა თვითმარქვიები. ეს ხალხი ძალით ჩაასახლა პალესტინის ტერიტორიაზე. შეიძლება მოტყუებით მოდი. ბიჭო, აი რა კარგად ამბობ, ზუსტად ეგრე იყო ხალხო, იცით? შეიქმნა თვითმარქვიათა საზოგადოება, მერე ინგლისთან მოლაპარაკება დადო, ინგლისელებიც ჩაითრია აი ამ ფრაიმაუერის რაღაცა ჯანდაბურ რაღაც სიონისტურ იმაში მსვლელობაში და სწორედაც ინგლისმა დაათმობინა პალესტინას ის ადგილი, რომელ ადგილზეც დასახლდნენ თვითმარქვია სიონისტები. დიახ, კარგად აღწერა, აი რა კარგად აღწერს. მოატყუეს რა ეს არის შენი ქვეყანაო და ამას ფაქტია მოყვა 1958 წელი და დღემდე დღეს ჩვენ თუნდაც რაც ხდება ისრაელში, ირანში, ახლო აღმოსავლეთში იყო ურთულესი სიტუაცია, რომელსაც უამრავი ცხოველი მოყვება, ხო და ეს რატო არის მე ეგეც ახსერე. რატომ არის ახლა იცით? ამ პალესტინამ დაუთმო მიწა რომ დროებით იქ ყოფილიყვნენ აი ეს ვიღაცა საზოგადოება თვითმარქვია სიონისტები. ხო და რა გააკეთა მე ამ თვითმარქვია სიონისტებმა? პალესტინას დაუწყო ომი რომ ეს ჩვენი მიწა არისო და შენ არაფერი გესაქმებაო და დაარტყა იქით. რომ ეს ჩვენი მიწა არისო და დაუწყო პალესტინას ომი. აი ესეთი თვითმარქვია პროჭების ხელში არის ის ადგილი და შენ კიდე უწოდებ იმათ წმინდა მიწა შედებილო შენა? მარტო დღევანდელი იქ ჩადიოდნენ ჯვაროსნები, იქ ჩადიოდნენ. სად ჩადიოდნენ ჯვაროსნები? იქ ჩადიოდნენ ჯვაროსნები? სად იყო მაშინ ის ტერიტორია, როდესაც ჯვაროსნები არსებობდნენ? სად იყო მაშინ? იბრძოდნენ ახარეს ხან იქიდან ებრაელები, ხან ქრისტიანები ჟლიტეს, ნუ უამრავი ისტორია, უდიდესი ისტორია. და ესე იგი ჩვენ რას ვამბობთ ამ გადაცემით? რომ ის ტერიტორია პალესტინელების რო გავიქეთ ამით. მაგრამ ესე იგი როგორი უსამართლო სისხლისღვრა ხდება დღეს ახლო აღმოსავლეთში? აი ამაზე ლაპარაკი. იმიტომ რომ როდესაც შენ ფუძეს სხვანაირად ცვლი. აი ზუსტად თავის თავზე ლაპარაკობს 100%-იანი იუდეველი სიონისტი პროჭია ეს დამპალი. ნახე ფუძე სხვანაირად ცვლია. აი ზუსტად ხო ახსენით. პალესტინამ ათხოვა მიწა ამ თვითმარქვია სიონისტებს. სიონისტებმა კიდე ფუძე შეუცვალეს ამ ყველაფერს და უთხრეს რომ ეს ჩვენი მიწა იყო ყოველთვისო, აქ იყო ჩვენი რა ვიცი ბაბილონიც და ყველაფერიო თუ ისრაელიო და ეს ჩვენი მიწა არის. წარმოგიდგენე ფუძე როგორ შეუცვალეს და ეხლა ეს აბრალებს ნიკოლოზ ლეკიშვილს ფუძეს უცლის თურმე სიონისტებს ნიკოლოზ ლეკიშვილი. თურმე იმ წმინდა იერუსალემს ფუძეს უცლის ნიკოლოზ ლეკიშვილი. და ნიკოლოზ ლეკიშვილმა უფლის ციხეში უფრო მეტი არტეფაქტი დადო, ვიდრე იქ იერუსალემში ვერც ერთი ვერანაირი არტეფაქტი რო ვერ დაიდო. ფუ ეს მაშინ სხვა რამე გამოდის საერთოდ. გომბეშო ხარ შენ. ფუფ შეგნებულად. მაშინ, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ეხლა მარტო ებრაელებს და არაბებს არ გულისხმობ და არც ირანს. ზოგადად ბოლო წლები რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, კიდე სირიაში და სხვაგან, იქ ურთულეს სიტუაციების ზაიაფისება, ხო? და შენ ამ დროს აი ასეთ რაღაცა შოუებით ერთობი. და ეს არ არის გართობა, ეხლა მეორე თემა. ეხლა რას ვეუბნებით ქართველებს? ანუ ქართველებს ვეუბნებით, ეხლა მეორე თემა, ვაგდებთ შუღლს ქართველებსა და ებრაელებს შორის, რომლებმაც 26 საუკუნეზე მეტხანს იცხოვრეს ერთად თან ისე, რომ მე მეიდანში გავიზარდე. რა? აი, თვითონ თავისი პირით თქვა, სად გავიზარდეო? ერთმანეთში ჩვენ არც გვირკვევია. რა, სად გავიზარდეო? რომლებმაც 26 საუკუნეზე მეტხანს იცხოვრეს ერთად თან ისე, რომ მე მეიდანში გავიზარდე აბანათობაში. ერთმანეთში ჩვენ არც გვირკვევია. რომელი ქართველი ვიყავით და რომელი ებრაელი ვიყავით, არ გვირკვევია და ეს ვცხოვრობ. თავისი პირით თქვა. თავისი პირით თუ საცხოვრებენ ებრაელები 26 საუკუნეზე მეტია. თავისი პირით თქვა. და ამას უნდა რომ გითხრას ახლა რომ იერუსალიმი ბიბლიური იერუსალიმი იქ სადღაც ჭიღრიპუღირეშია. თავისი პირით თქვა. 26 საუკუნეზე მეტია ებრაელები და ქართველები ცხოვრობენ ერთადო. 26 საუკუნეზე მეტია რომ ჯვარზე აცვეს მეტი არა, მაგრამ 26 საუკუნეზე მეტია რომ ხურიები დასახლდნენ ხარკის ფასად, როგორც ახლა პალესტინაში მოხდა, როგორც პალესტინას გაუკეთეს, ისე ხარკის ფასად მიაცემინეს ქართლოსის შვილებს ეს ტერიტორია დაიპყრეს ფაქტიურად და შემდეგ იქ მართალი კაცი იესო ქრისტე აწამეს.
ზუსტად 26 საუკუნეზე მეტია, რომ იქ დასახლდნენ ხურიასტანები, რომლებიც კაცებსაც ჭამდნენ და კაცებს კი არა, გვამს არტოვებდნენ, ქართლის ცხოვრებაში გარკვევი წერია. გვამი არ დაიმარხებოდაო. იმასაც ჭამდნენ. კაცი ჭამიები ესენი და შენც მათ შორის. და დღეს შენ აკეთებ ამ ხელას შუხლს და ქართველებს ეუბნები რომ მორჩა, აქ შენი ადგილი აღარ არის. ქართველებს კი არ ვეუბნებით, ბიჭო. ქართველებს მაგას არ ვეუბნებით. პირიქით, ქართველებს ვეუბნებით, რომ აქ არის ყველაფერი, რაც მთავარი მოხდა დედამიწის ზურგზე, მთავარი ისტორიები და აქ არ არის იუდეველების ადგილი. იცით რატომ? იმიტომ არ არის აქ იუდეველების ადგილი, რომ ვერ შეირგეს ის მიწა, რომელიც ღმერთმა მათ მისცა და რომელიც ხარკის ფასად მისცა, მაგრამ მისი შვილი ჯვარს გვიცვეს. შედედა მოტყნულო შენ. შენი ადგილი აღარ არის, ეს არის ისრაელი. რა რეაქცია ექნება? აი ხარ რა გნიშნობა? ისრაელია თუ სიტყვაზე ესპანეთი, ხო? ანუ სხვა ქვეყნის კულტურა და ისტორია თურმე ეს. სხვა ქვეყნის რატო სხვა ქვეყნის ჩვენი იყო და ჩვენია. ჩვენს მიწაზე მოხდა ეს უსამართლობა, რასაც დღეს ისრაელში აწარმოებენ პალესტინასთან. იგივე მოხდა აქაც. ქართველს ამაზე ექნება ერთი ქართველო ხელი ხმალს იკარ. და ეს იქნება სწორი, იმიტომ რომ როდესაც შენ ვიღაცა თავს გესხმის, ცხადია შენი სამშობლო უნდა დაიცვა. სწორი იქნება მოქმედება, მაგრამ გამოუწვევი მიზეზი ცხადია ამისი არ არის სწორი. ეს ამისი დრო არის საერთოდ, ან ეს საერთოდ როგორ შეიძლება ხდებოდეს სახელმწიფოში, რომელსაც ყავს ხელისუფლება, რომელსაც ყავს პოლიცია, რომელსაც ყავს ეკლესია, რომელსაც ყავს ჯარი, რომელსაც ყავს საზოგადოება, ჯანსაღი. ეს არ შეიძლება ჯანსაღ საზოგადოებაში ასეთი რამ ხდებოდეს. ძალიან ბევრი რამ ქართველებს ისედაც გვაკავშირებს ბიბლიურ ისტორიებთან. ბევრი რამ გვაკავშირებს იერუსალიმთან, ბევრი რამ კი არა ნახევარჩვენი ისტორია იქ არის დაწერილი. შედედა მოტყნულო, იქ კი არ არის, ჩვენთან არის დაწერილი და ჩვენს ქართველებს იქ ფეხი არავის არ დაუდგავს, ეხლა პალესტინაში რაც ხდება. არც ერთი ჩვენი მეფე იქ არ ყოფილა. ბიბლიური იერუსალიმი სადაც არის, სადაც მოიცაზრება, იქ დაუდგავთ ფეხი ჩვენს ქართველებს, მაგრამ იქ, სადაც დედამოტყნულების ქვეყანა არის ეხლა და პალესტინაში რო ხოცავენ ხალხს და პალესტინაში, არა მხოლოდ პალესტინაში, ეხლა ირანსაც დაარტყეს. ამ დედამოტყნულ ერს, სიონისტების ჯგროს, მანდ არაფერი ესაქმებოდა ჩვენ წმინდა მეფეებს. არასდროს არ დაუდგავთ ფეხი მანდ. არასდროს და არც ერთ დროში. სასია. და ებრაელებსაც ბევრი რამ აკავშირებს საქართველოსთან, იმიტომ რომ ქართველები ვართ მართლა ერთადერთი ერი, რომლებმაც წადი შენი დედაც ქართველი იყო შენ. ამ ხალხის გენი შევინარჩუნეთ ისე, რომ ეს ხალხი არ გვიჟლეტია, როგორც სხვებმა ჟლიტა სხვათა შორის. დღეს რო ემეგობრებია ვითომ ისრაელს. რაო? და ამ დროს, აი ამ ხელა კონფლიქტის მართლა ერთადერთი ერი, რომლებმაც ძველი წელთა რიცხვის მე-6 საუკუნიდან დღემდე ამ ხალხის გენი შევინარჩუნეთ ისე, რომ ეს ხალხი არ გვიჟლეტია, როგორც ენი არა, ენა ქვია მაგას. დღეს რო ემეგობრებია ვითომ ენა ქვია მაგას. და დღემდე ამ ხალხის გენი შევინარჩუნეთ ისე, რომ ეს ხალხი არ გვიჟლეტია, როგორც სხვებმა ჟლიტა სხვათა შორის. ვინ ხალხის გენი შეინარჩუნა? ვინ ხალხის გენი? ებრაელებსაც ბევრი რამ აკავშირებს საქართველოსთან, იმიტომ რომ ქართველები ვართ მართლა ერთადერთი ერი, რომლებმაც ძველი წელთა რიცხვის მე-6 საუკუნიდან დღემდე ამ ხალხის გენი შევინარჩუნეთ ისე, რომ ეს ხალხი არ გვიჟლეტია, როგორც სხვებმა ჟლიტა სხვათა შორის. დღეს რო ემეგობრებია შენი დედაც გითხარი, ხო? ესე იგი, ქართველებმა შევინარჩუნეთ ამ ებრაელების გენი თურმე რა? არ გვიჟლეტია. არ გვიჟლეტია. სიდონია, ლონგინოზი და ჰელიოსი. სიდონიას დედა, რომელიც ჯვრის მონასტრიდან ხელში ჩარტყმული ლურსმის ხმას გაიგებს, საცხოვრობდა ლონგინოსი და ჰელიოსი, რომელიც დაპატიჟეს ყველა ებრაელი უნდა დასწრებოდა იმ ადგილს, სადაც მოხდებოდა აი ამ მართალი კაცის მოკლა, იესო ქრისტეს მოკლა. იყვნენ ერთ-ერთნი წარმომადგენლნი სხვადასხვა ერებისა, იქ ვინც ცხოვრობდნენ იერუსალიმის ყველა ტომისა, ლონგინოსი, ჰელიოსი, სიდონია და მისი დედა. რომლებიც ეუბნებიან თავის შვილებს, სიდონიას დედა, რომ ამ მართალი კაცის მოკლაში ხელი არ გაისვარო. ესე იგი, იქ სხვადასხვა ებრაელები ცხოვრობდნენ, რომლებიც მათ შორის არიან ეს გველის წიწილი სიონისტები.
რომლებიც მოითხოვდნენ ქრისტეს მოკვლას. ჩვენ კი არ გვიჟლეტია. მამაზეციერმა და თავიანთმა იახვე ღმერთმა, რომელსაც მამაზეციერს ეგენი უწოდებენ, იმათმა ჟლიტა ეგენი. და ჩვენი ქრისტეს, იესო ქრისტეს მამაზეციერმა, ღმერთმა ის ხალხი დაინდო, რომლებიც იყვნენ სიდონიასა და მისი დედის და მისი ძმების მსგავსნი. აი ამ ხელა კონფლიქტის შექმნა სახელმწიფოში იმ დროს, როდესაც ახლო აღმოსავლეთში არის ომი. ეს არის დანაშაული. მე მინდა აი მართლა გულწრფელად ვკითხო ერთ-ერთ ესეთ მაღალ ჩინოსას, რომელსაც პირდაპირ ეხება ალბათ ასეთი თემები ბატონ ოხანაშვილი. რა ხდება ჩვენს თავს? იქნება აგვიხსნათ. რა უნდა ამ ხალხს? ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც ერთის მხრივ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ისტორიაზე, წმინდა მიწაზე, ამას ბლოკავენ და ფაქტია ბლოკავენ. და პარალელურად აი ამ სეპარატიზმს კრიშავენ, როგორც ამბობენ სხვები ჟარგონულად, იმიტომ ხმარობ ამ სიტყვას, რომ ეს არის ჩემი ლექსიკის ნაწილი. რა ხდება ამ ქვეყანაში? დღეს, როდესაც ხელისუფლება ცდილობს, მაშინ, როდესაც სრულიად ახლოს ბომბებს მიყვება ჰაერში, აქ იყოს შვიდობა და არა მხოლოდ შვიდობა, რაღაცა მშვიდობა სოჭირდება კიდე ეკონომიკური მდგომარეობა, განვითარება, სკოლები უნდა იყოს, უმაღლესი სასწავლებლები უნდა იყოს, ქალაქი უსაფრთხოდ უნდა იყოს, სახელმწიფო უნდა იყოს, ხო? და ამ დროს პერმანენტულად აი ეს თემები მოდის და ამას სასრული არ აქვს. და კულმინაციას აღწევს გუშინ წინ, როდესაც ვადებია დათქმული ირანში მიმდინარე ომში, ვინ უნდა ჩაერთოს, ვინ არ უნდა ჩაერთოს, ვინ უნდა ესროს და საერთოდ რა უნდა მოხდეს. და საერთოდ როდესაც სადმე ამ ხელა ტრაგედიები ხდება. სხვა თემა საერთოდ თავშესაქცევი როგორ ვერ მოძებნეთ ხალხო. და ბოლოს მინდა მივმართო ქართველებს. მივმართო ქართველების უბრალოდ იმ ნაწილს, რომლებსაც სამწუხაროდ იმდენი სიბრძნე არ ყოფნით. ეს კაცი და ეს ვიღაცა კაცები რა ხელა მახისუგებენ საქართველოს და რას თავაზობენ ქართველ ხალხს, რომლებიც ამას ვერ ხვდებიან და რატომღაც გონიათ, რომ თუ იმ იდეას მხარს დაუჭერენ, რომ საქართველოს თურმე ეს რაღაცა იერუსალიმი ყოფილა იქ უფლის ციხეში, ამით ვითომ რამე ემატება საქართველოს ისტორიას, შესამატებელი, გასალამაზებელი და გასამდიდრებელი არაფერი არ უჭირს. დამოტყნული. როგორ არ უჭირს, ძალიან ბევრი რამე უჭირს, რომელიც ჩვენ დაგვიმალეს, რომელიც გასარკვევი გვაქვს და ყველაფერს ფარდა აეხსნებაო, ხო ამბობს ქრისტე. არ არის დაფარული, რომ არ გაცხადესო, ეგ ხდება, რა ვერ გაიგე. ჩვენ არ გაგვთ მასწავლი არასოდეს. ეხლა გეტყვით ერთ რამეს პირდაპირ. როდესაც ჩვენ ამ კაცს შევეხმიანეთ ერთადერთხელ, რომ ამის შემდეგ რა ხდება, იმის შემდეგ რა ხდება, მერე რა ხდება და მე მაქვს ეს მონაწილე. ადამიანი გვეუბნება, როდესაც საქართველოს ეკლესია აღიარებს ამ ფაქტს, როდესაც ქართველი ისტორიკოსებიც ამას აღიარებენ და უცებად აღიარებენ და მე მჯერა რომ აღიარებენ, იმიტომ რომ ციტატო მჯერა, ამდენი წელი ეს თემა ტრიალებს, ამდენი წელი საქართველოს ისტორია მახინჯდება და ერთი კაცი არ გამოსულა, არც ისტორიკოსი, არც არქეოლოგი, არც არ დაუდგა, ხალხო რა ხდება ქვეყანაზე, მე კი არ დავსაუბრობ დღეს. ამაზე უნდა ისაუბროთ ცოტა სხვებს და აქამდე, ხო? და ამ მონაწილეში გვაქვს ასეთი რამ, როდესაც ესე იგი ესეთ თავისას მიაღწევენ თურმე, შედგება სახელმწიფო კომისია, კარგად მომისმენთ ერთხელ. შედგება სახელმწიფო კომისია, რომელიც დაადგენს აქ ცხოვრებთაგან ვინ არის ნამდვილი იუდეველი, ამათი გაგებით, თორე იმითი კი არა, რაც სინამდვილეში არის და უნდა იყოს. და შეიქმნება ახალი ისრაელის ძლავრი სახელმწიფო საქართველოში. ეხლა მაინტერესებს ესეთი რამ უნდა გკითხოთ აი თქვენ და აშის დამკურელებს. ვიღაცები ხომ ხართ ჭავჭავაძეები, ქსიბროწაშვილები, რა ვიცი კიდე რაღაცა გვესამშობა გვას, ხო? აი რომ აღმოჩნდება, რომ თქვენ კომისიას ვერ გაიგეთ და ამ ახალი ბიბლიური ისრაელის საქართველოში არც ერთი გენეტიკური შტოს შთამომავალი თუ რა ვიცი რაღაც არაფერი რო არ აღმოჩნდებით მათი, მე რა ხდება? უნდა გაიქცეთ თქვენ საქართველოსთან და დაუწყოთ ეს ტერიტორია და რაც სხვა ქვეყნებში ხდება ის მაინც არა დიდი კვერტი ვუსმენ და მაგ აი ეს არის ამ ადამიანის საბოლოო ჩანაფიქრი. და თუ ვინმე ამაში ეჭვი ეპარება, ჩვენ ამ ვიდეოს ერთთვის დაუხთავთ თან ქვეშ მის მონაწილეს, აი ამ კომისიას და საბოლოო მიზანს. და იცი რა მაინტერესებს? ამ ადამიანს თუ აქვს კავშირი ამ ადამიანთან და ბოლო არის ის, რომ უნდა გამოიკვლიოს, გენეტიკურად გამოიკვლება ვინ არის ნამდვილი იუდეველი და ვინ არ არის ნამდვილი იუდეველი და თუ აქ მოხდება გაყალბება, მაშინ მერე გვექნება საკითხი და მერე გვექნება მაგაზე საზრუნველი და არა ეხლა ჯერჯერობით ამ ადამიანის წარმოდგენილი ჰიპოთეზა გვაქვს გასარკვევი. ვიდრე ჩვენ მას ვუწოდებთ შიზოფრენს ან ფსიქიურად შეშლილს, უნდა დავსხდეთ ყველანი და გასარკვევი გვაქვს, რას ლაპარაკობს ეს კაცი. ლაპარაკობს თუ არა სიმართლეს და შემდეგ სულაც არ არის მან ძალიან ცუდი ის, რომ გაირკვეს ვინ არის. და თუ კი უამრავი აღმოჩნდება ხაზარი ან ებრაელი ან სხვა ეროვნების წარმომადგენელი,
ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა წავიდეს ამ ქვეყნიდან, თუ მანამდე ქონდა აქ ბინადრობის უფლება. რა პრობლემაა? ვერ ხვდები ვერანაირად რა. ახალი ბიბლიური იერუსალიმი რომ საქართველოს ეწოდოს, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხვდები, მაგრამ თუ კი ის სიონისტები, რომელსაც სურდათ რომ ჩამოსულიყვნენ აქ და ომი ეწარმოებინათ და ისე გავეჟლიტეთ, რაც მამაზეციერმა არ დაუშვა და მათი გეგმა არის ის რომ აქ მოვიდნენ და აქ დაგვაჯდნენ თავზე, ეგეც გამოჩნდება. და სანამ არ გამოჩნდება, ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ ამ ადამიანს ვუწოდოთ ან ფსიქიურად შეშლილი, ან კიდე რაღაცა კრიშის მოგზავნილი. ჩვენ გვესაჭიროება ხიზელი თავები. გვესაჭიროება მეცნიერთა საზოგადოება, რომელიც ერთი ერთზე შეეწინააღმდეგება ან დაამოწმებს იმას, რა ჰიპოთეზად წარადგინა ნიკოლოზ ლეკიშვილმა. მეც მაქვს ჩემი ჰიპოთეზა და დარწმუნებული ვარ, ჩემნაირი კიდე სხვაც არის ამ ქვეყანაში, რომელსაც თავისი აზრის გამოთქმის უფლებაც აქვს და აზრის გამოთქმის, ჰიპოთეზის გამოთქმის უფლებაც აქვს. ალბათ მიზანი გამოდის ერთი. აქამდე საქართველოს შეიძლება არ ქონდა ზოგჯერ შუქი, შეიძლება ზოგჯერ არ ქონდა გზები მოწესრიგებული, შეიძლება ზოგჯერ არ ქონდა ბუნებრივი აირი, მაგრამ საქართველოს ყოველთვის ქონდა ღირსება, ყოველთვის ქონდა თავისი ისტორია და ფესვები. რაც იყო ფუნდამენტი საქართველოს არსებობისა და დღეს შენ გეუბნებიან ქართველს, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი, შენაც ფესვი გაქვს და არც ისტორია. ბიჭო, არ ამბობს ამას არავინ, რატო გადაეკიდა, მე ვერ ხვდები რა. არც ერთ სიტყვაში ამას არავინ არ ამბობს. რახან საქართველოში ბიბლიური იერუსალიმი იყო, მაგიტომ ამბობენ ამას. რას შუაშია ეგ რა, რას ბოდავ? რაღაცას ბოდავ. ვინ გითხრა ეგ რომ არ გვაქვს ფესვები? ჩვენ გვაქვს ფესვები, მაგრამ უნდა გავიგოთ რა ფესვები გვაქვს. გესმის? ხარ ისეთივე მიმომსვლელი ტომი, როგორების დღესაც დადიან თბილისის ქუჩებში და მეტი არავინ. და როდესაც ახალი სახელმწიფო შეიქმნება, რომელიც არ იქნება უკვე საქართველო, შენ შეიძლება კომისიაც ვერ გაიარო და ამ ქვეყანაში ზედმეტი აღმოჩნდა და შეიძლება კი არა. ეს მოხდება დანამდვილებით. ამას იცი ისი ეშინია? ამას ის კი არ ეშინია, რომ ქართველებს გააძევებენ. თვითონ ჯერ ებრაელი არის, როგორც წარმოშობით, როგორც თვითონ თქვა, სადაც დაიბადა იქ, სადაც შობილა, იქ გაზრდილა, იქაურია. ქართველს უწოდებს თავის თავს, მაგრამ არ არის ეს ქართველი. შეიძლება საქართველოში დაბადებული იურია ებრაელია. ეხლა რა მაინტერესებს, იცით? აი ამას იცი, რა მაინტერესებს კი არა, რას გეტყვით, იცით? მე რა დავინახე, ამ კაცს ისი ეშინია, იცით? რომ ებრაელების გეგმა რაც იყო, რომ გადმოეტანათ ახალი იერუსალიმი ან უკრაინაში ან სხვაგან ჩაეშალოთ და ამასობაში საქართველოდან აღმოჩნდეს ადამიანი, რომელმაც თავისი ფესვები განამტკიცა იმაში, რომ ბიბლიური იერუსალიმი იქ არ იყო პალესტინაში, სადღაც ჩემ ფეხებში, არამედ აქ იყო საქართველოში. და კი არ მოვიპარავთ და კი არ გავგვასახლებენ ამ ხალხს. ჩვენ დავამტკიცებთ, სად იყვნენ ურიები და სად აცვეს ქრისტე ჯვარს. და ჰურიასტანი რომ ცხეთაში იყო, ეგ კარგად ჩანს ქართლის ცხოვრებაში. ეხლა იქნება ქართლის ცხოვრებას გააქროთ. და ჰურიასტანელები რომ მოხსენიებული არიან ბიბლიაში და ნაბუქოდონოსორის მიერ დამარცხებული ერი რომ არის მცხეთაში და იქ ცხოვრობდა, ეგ სულაც არ ართმევს ქართველებს თავის ისტორიას. პირიქით, უფრო მეც ვიგებთ ქართველებზე, როგორ და რანაირად დაიპყრეს ქართველები ჰურიებმა, ჰურისტანელებმა. ჰურიასტანებმა, გესმის? რომლებიც კაცი ჭამიებად არიან მოხსენიებული ქართლის ცხოვრებაში. აი მაგას გავიგებთ და არა იმას, რომ ქართველები ჩის კარგად იყავით აქედან. ვინ გითხრათ, რომ კარგად იყავით, რომელს აქვს უფლება, რომ გააგდოს ქართველი, რომელსაც თავისი ისტორიით დაუმტკიცდება, რომ ისრაელი იყო. ისრაელიანებმა, იმ ციონისტებმა, რომელმაც მიიწეპეს თავის თავზე, რომ არიან ჰურიასტანელები, იმათ უნდა მოკითხოს სრულიად მსოფლიოს, აქ დღემდე რო აცრუებდნენ სრულიად მსოფლიოს, რომ ვითომ იქ იყო იერუსალიმი. იმათ უნდა მოეკითხოთ. აქედან არავინ ფეხს არ მოიცვლის, გესმის? იმ ადამიანებს, რომელიც პროპაგანდას უწევდა იმას, რომ ისრაელი იქ არის, სადაც ახლა ომია, აი იმათ უნდა მოეკითხოთ, რატომ ატყუებდნენ და აცრუებდნენ აქამდე საზოგადოებას სრულიად. იმედი იმისა, რომ
მიუხედავად იმისა, რომ ისე ჩვენ მოგვიწია ამისი თვითონ და სხვა არავინ არ გამოჩნდა, ვინც ამას გააჟღერებდა. როგორ არ გამოჩნდა აგერვარ? როგორც ყოველთვის, საქართველოს საზოგადოების სრულიად საღად მოაზროვნე ნაწილი ამ ვიდეო მიმართვას ძალიან სწორად გაანალიზებს, ძალიან სწორად დაინახავს ამაც აქციელში არსებულ როგორც ანტისემიტურ, ისე ანტიქართულ მოტივებს და ხელისუფლებაც, მეცნიერებაც, საზოგადოების ის აქტიური წევრები, რომლებიც ვალდებულიც კი არიან გარკვეულ თემებს ხარი დაუჭირო და რაღაცნაირად ჩაერთონ გარკვეულ საკითხებში ჩაერთვებიან და ჩვენ შევძლებთ იმას. შენ არ ხარ ქართველი, არც ერთი ნაკვთი ქართველის არ აქვს. არც ერთი ნაკვთი შენ სახეზე არ არის ქართული. შენ ხარ ურია, რომელსაც აგერ ოფლი აქვს იმაზე, აი აქ ტუჩის მაღლა, როდესაც ცრუობს. ოფლი მოსდის, როდესაც ცრუობს. გესმის? შენ ეგ ურია ხარ, რომელსაც გეგმები ჩაეშალა. ასრულდეს. ბოლოს მინდა გითხრათ კიდევ ერთი რამ მთელი ამ ისტორიის თარგმნითობისა. მათი შემოთავაზებული ვერსია ძირითადად ეხება ძველი აღთქმის პერიოდის ნაწილს. ანუ ქრისტეს შობამდე პერიოდს. და სულ პარალელები მოყავთ იქ აბრაამი და სარა, იქ იაკობი, იქ ვიღაცა და არანაირად არ ეხებიან ქრისტეს პერიოდის და შემდგომ იერუსალიმს. თითქოს ეს საჭირო. არა აქვს მაგის ინფორმაციები და იმიტომ ჯერ მოძიებული გესმის და მაგ ინფორმაციები მე მაქვს უკვე მოძიებული. აგერ ჩემი ლამაზი მინდვრის გვირგვინით თუ გაინტერესებს ეგ ინფორმაციები ახალი აღთქმიდან უკვე სადაც ეს ქრისტე და ასე შემდეგ მე მოგიყვები ყველაფერს. დიახ. ეხლა რაც შეეხება ლალი წერს რომ ისრაელი ნიშნავს ღვთის რჩეულს და უნდა გაირკვეს რომელი იყო ეს ერი ოღონდ ნამდვილი ღმერთისა და არა იალდაბაოთის. კი, ნამდვილად ლალი. ქურდს კუდი ეწვისო და ეტყობა ამ კაცს როგორ გაფითრებული და შეშინებული ლაპარაკობს, ხო, სოფო. ხო და ეგეთი ხალხი გაეთრევიან, ხო და ეგეთი ხალხის გაერთიანება უნდა. ხო და ეგეთი ხალხი გაერთიანდეთ უნდა. მედია, კი, მეცნიერები, ხო? გაეროთ სიონისტების შექმნილია ის დაგვიწერეს ისტორიაში, რაც თვითონ აწყობდათ. კი, ვერზეუ. ასეთი ნაბიჯებს რომ აძლევენ ეთერს და აყალბებენ ისტორიებს, იმიტომაც არის ამდენ ტყუილებში რომ გვაცხოვრობთ. როგორც პრემიერს მოუზომეს საქართველოში წმინდა მიწაზე ტალახიანი მდინარის პირას მიწა, ხო? გახსოვს იამზე, ხო? მაგაზეც ხო ჩავწერე ლაივი. კი, ბინძური და საზღარი ჯიშის ებრაელია, რომელსაც ეზიზღებათ ქრისტიანები. ანუ იცი შენც ისანა ამის შესახებ. იქნებ ქრისტე არ უცვიათ ჯვარს იერუსალიმში პავლე ამბობს. არა, პავლე ქრისტე აცოს ჯვარს, ხომ არ გინახავს ეთყობა ჩემი ლაივი. და გეცემანის ბაღიც იქვე არის და სიონის იქით მხარეს სადაც სვეტი ცხოველია, მანდ კიდე ქრისტე აწამეს. დავითი წერს პროჭი ეგ მართლა მასიაო, კი. მოდი ახლა გავაგრძელოთ აბა ვნახოთ. გაიგეთ, ახალი სახელმწიფო რომ ჩამოყალიბდა ქართველები გაიქცევიანო ეს გველი, ხო? სიამოვნებაში ერთი ძალიან ესეთი ეშმაკური ნაბიჯი დევს მათი მხრიდან, როგორც ძალიან პრიმიტიული. ისინი რომ ქრისტეს პერიოდს შეეხონ, მაშინ უნდა დაადონ თითი. სად იდგა ჰეროდეს სასახლე, ხო? სად იდგა ჩემო საყვარელო, დავადე უკვე თითი, დავადე. სად იყო და რა დროს იყო ელია კაპიტოლინა? სად არის არქეოლოგია? თუნდაც ძველი აღთქმის პერიოდის არქეოლოგია სად არის? და ისინი ამტკიცებენ, რომ ისრაელში შენ თუ აქ არქეოლოგიას მოითხოვ, იქ რატო არ მოითხოვ იმ ისრაელში, სადაც იქ არის, ვითომ რო იქ არის? საერთოდ არ არის ამისი არქეოლოგია და სხვა აქვე ვიტყვი ერთ რამეს. მათ მაგალითად გვერდზე რო იყურება, ხო ხედავთ? გვერდზე რო იტყუება, გვერდზე რო იხედება. ჩვენი მეგობარი, რომელთანაც ჩვენ ქონდა ამაზე საუბარი, ეს არის ისრაელში ძალიან ცნობილი, ავტორიტეტული, ძალიან გონიერი არქეოლოგი იანა ჩეხანოვეცი. ხდება მისი მონათხრობის სახელი და გვარი დაიმახსოვრეთ. ქართული სახელი და გვარით ებრაელი მეცნიერი. დამახინჯება და უტრირებაც კი, როდესაც ის ამბობს, რომ დავითის და სოლომონის იერუსალიმში არაფერი არ არის ჯერ ნაპოვნი, აქ იგულისხმება, რომ ამ ორი მეფის კვალი არ არსებობს.
ჯერჯერობით ან შეიძლება არც არსებობდეს და არ არსებობდეს და რო არსებობს საქართველოში დამპალო. მარტივი მიზეზი. ეს იყო ქრისტეს შობამდე მე-10 საუკუნე. 3000 წელია ხალხო გასული. ხო ძნელია დღეს რაღაცის მიკვლევა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერი ძნელი არ არის. თუ ამბობ რომ დავითის ადგილი იქ იყო, მაშინ ხო უნდა იყოს არტეფაქტები. და რო არ არის? იქ არაფერი არ იძებნება. ჩვენ ამაზე ფილმები გავაკეთეთ, 40 ფილმი გავაკეთეთ და მით უმეტეს იქ საერთოდ არაფერი არ იძებნება და აქ რო იძებნება? და იძებნება იერუსალიმში. სად არის უფლისციხეში ოსმალეთის პერიოდის გალავანი, სად არის ელია კაპიტოლინა, სად არის მე-10 ლეგიონი ფრედენსის, არაფერი არ გაქვთ. როგორ არა გვაქვს? არაფერი არ გაქვთო, აი წამოწდა. გესმის? ქართველი რო არ არის წამოწდა, არაფერი არ გაქვთო. გაგვთო, გვაქვსო კი არა. არაფერი არ გაქვთ. აი აქ თავისი პირითვე წამოაცდენენ თავის თავს ეს გველები ესენი. ესე იგი ნონაწეს ჩვენი წინაპრების გადმოცემით კი ურიები კაცჭამიები იყვნენ. მახსოვს ბავშვობაში აღდგომის დღეს უფროსები გვაფრთხილებდნენ რომ გვიან ღამით გარეთ არ გავსულიყავით. ურიები მოგიტაცებენო ეს თქმულება ადრე არსებობდა. ამბობს ნონა ქადაგიშვილი. ლალი მახარაშვილი ჯერ მცხეთის ჯვრის თავზე გამოისახა ზეცაში ჯვარი და 20 წლის შემდეგ ისრაელში გამოისახაო. გამოგონილი ამბავი უკვე ჯვარცმის დროინდელი ამბავია. არანაირი არქეოლოგია არ აქვს. ერთი იუდეური საფლავი არ არის. უკვე ბევრჯერ წამოწდა რომ არაა ქართველიო პავლე ამბობს კი? და ჩვენ გადაღებული გვაქვს და მაგურების შეთავაზებული გვაქვს როგორ გამოიყურება მეორე ტაძრის პერიოდის საფლავები. კაი, ესე იგი სიტყვილი, ანუ ესე კი არ მარხავდნენ, ესე მარხავდნენ. ანუ პლუს ამას იქ რაც არის არქეოლოგია იერუსალიმში იმაზე ამბობ ეს არ არის. და ამას აკეთებს არქეოლოგია სადა გაქვთ იერუსალიმში ბიჭო? ყველაფერი მოიპარეს და აქედან წაიღეს ურიებმა. არ მოусვინა იმას რომ აქედან მიჰქონდათ ყველა არტეფაქტი რა მოპარული თუ შესყიდული? და იქ რო დაალაგეს მერე რომ ვითომ იქ იყო და აშენეს რაღაცა გალავანი და ვითომ იქ რო იყო ყველაფერი? თქვენ დამპლებო თქვენა. ქართული სატელევიზიო არხი. და ბოლოს მინდა მივმართო საქართველოს ახლანდელ კულტურის მინისტრს. ერთი წუთი, რაო? ანუ პლუს ამას იქ რაც არის არქეოლოგია იერუსალიმში იმაზე ამბობ ეს არ არის. რა არქეოლოგია? რა არქეოლოგია? სად არის ელია კაპიტოლინა, სად არის მე-10 ლეგიონი ფრედენსის, არაფერი არ გაქვთ. არანაირი არქეოლოგია არ გაქვთ. ერთი იუდეური საფლავი არ არის. და ჩვენ გადაღებული გვაქვს და ერთი იუდეური საფლავი არ არის, იმიტომ რომ გვამებსაც ჭამდნენო, გესმის? ქართლის ცხოვრებაში წერია გადაშალე და წაიკითხე იუდეველო. ფუ თქვენი. მაგურების შეთავაზებული გვაქვს როგორ გამოიყურება მეორე ტაძრის პერიოდის საფლავები. კაი, ესე იგი სიტყვილი, ანუ ესე კი არ მარხავდნენ, ესე მარხავდნენ. რომელი საუკუნისო? გალავანი, სად არის ელია კაპიტოლინა, სად არის მე-10 ლეგიონი ფრედენსის, არაფერი არ გაქვთ. არანაირი არქეოლოგია არ გაქვთ. ერთი იუდეური საფლავი არ არის. და ჩვენ გადაღებული გვაქვს და მაგურების შეთავაზებული გვაქვს როგორ გამოიყურება მეორე ტაძრის პერიოდის საფლავები. კაი, ეს მეორე ტაძრის პერიოდის საფლავებიო. საუკუნეს კი არ ასახელებს, მეორე ტაძრის პერიოდის საფლავებიო. გესმით? არც საუკუნეს ასახელებს და არც დროს. და ჩვენთან ქართლის ცხოვრებაში მოხსენიებული არის პირველივე თავში, პირველივე ტომში, რომ ჰურისტანები, რომლებიც ჩამოსახლდნენ, აი ჰური რომ მიიღეს ქალაქი ჰური ხარკად, იქ გვამებსაც კი არ ასაფლავებდნენ, ჭამდნენ ყველაფერს, ხალხო, ჭამდნენ. თავის სიანებს ჭამდნენ. გესმის? სიტყვილი, ანუ ესე კი არ მარხავდნენ, ესე მარხავდნენ. ანუ პლუს ამას იქ რაც არის არქეოლოგია იერუსალიმში იმაზე ამბობ ეს არ არის. და ამას არავინ არაფერს არ ამბობს, უბრალოდ ის არ არის იმ დროის, რომელი დროსაც თქვენ იწებებთ. ქართული სატელევიზიო არხი. და ბოლოს მინდა მივმართო საქართველოს ახლანდელ კულტურის მინისტრს ქალბატონ ცინათინ რუხაძეს. და ამით დავასრულებ ამ მიმართვას. ქალბატონო ცინათინა, თქვენ მეტი საკმაოდ კარგად თქვენი ცხოვრებას უხელოვნების სფეროში და ვიცრუხში არ მოსუხართ ამ სფეროში. ჩემი კითხვა დაგისვათ თქვენთვის, როგორც ჯერ იგიცი ადამიანისთვის, მოქალაქისთვის, რამდენად მისაღებია უფლისციხის დირექტორი იყოს ვინმე გასპაროვი, საქართველოს ისტორიის დამამახინჯებელი, ანუ უბრალოდ გასპაროვი იყოს დირექტორი, ეს კაცი კიდევ იყოს დირექტორი. კაცი, რომელიც არის მუზეუმის დირექტორი და ეს პედაგოგიურად, ისი დირექტორიც არის იმ ძეგლის დასანგრევად რეპორტაჟზე აწერინებს, ბანერებს ადგენებინებს, რამის პრესკონფერენციებს ამართინებს ხალხს და ხელს უწყობს იმის დამტკიცებას, რომ ბატონი გასპაროვი არ არის უფლისციხის დირექტორი, ანუ კაცი, რომელიც არის უფლისციხის დირექტორი, ხელს უწყობს იმის დამტკიცებას, რომ ის უფლისციხის დირექტორი არის იერუსალიმის დირექტორი და მერად მაინც გამოაცხადოს, თავიანთ თქვენ დანიშნეთ მერად.
დანიშნეთ უფლის ციხის მერად, იერუსალიმის მერად არასწორად ფორმულირება, ქალაქის დირექტორი ვერ ეყოლება, იერუსალიმის ვერ ეყოლება დირექტორი. მაშინ კულტურის სამინისტრო დანიშნოს ან კასპის მერად მაინც დანიშნეთ უფლის ციხის მერად თუ ვერ ნიშნავთ. იყოს ჯანდაბას კასპის მერ, მაგრამ არ უნდა იყოს იმ მუზეუმის დირექტორი. შენ ჰიპოთეზის დონეზე განხილული თემები არ გესმის? ამ კაცს ეთყობა ძალიან მოეწვა რა. ჰიპოთეზის დონეზე განხილული თემები არ ესმის. მე რა დანიშნეთ, რა გესმის? Ich habe das nicht für dich gemacht. Danke, meine Tochter. So lecker. ძალიან გებრიელია ჩვენი ბაღის. გესმით? აშკარად რაღაცა ძალიან მოეწვა ამ კაცს. რომელიც საჩაბარეს ამდენი 1000 წლის სანუკობარი ძეგლი მოვლა პატრონობისთვის. და ის ამ ძეგლს ასიაზიანებს მის ისტორიას და ძირს უკრეს. რა უნდა იმას? ხო შეიძლება საოკუპაციო დროშა მარტოს იქნება და ეს იზრუნოს რომ და ქალაქი აუქლის ციხე. დანაშაულიეს. და მე ფიქრობ ქავდო თინათი. თქვენ როგორც თანამედროვე განათლებულ ადამიანს, რომელმაც იცის რომ ის უფლის ციხე არის სუფრი მნიშვნელობის ძეგლი, ამდენი აღარ შეეშლება და მოძებნის შესაბამის დირექტორს მაინც სხვას თუ ვერაფერს, რომ უფლის ციხის დირექტორი რომელიც დაინიშნება აცი, ის მაინც იცოდეს ვისი დირექტორია, რომ ის სასოსისეში არ მუშაობს. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას. ჩვენ როგორც ყოველთვის ვიყავით, ვიქნებით თქვენს გვერდით, ჩვენი სამშობლოს გვერდით და ყოველთვის დავიცავთ ჩვენ ქვეყნის ინტერესს. იმედი მაქვს, რომ ასეთი ჩვენი ქვეყანა რომელია ისიც ახსენე, დამპალურია შენ. კიდევ რამდენჯერ ვახსენოთ დამპალი. დამპალ ადამიანებს დამპალი უნდა უწოდო და როგორც ჩანს მაგათ თავიდანვე გამიზნული ქონდათ აი ეს არ ვიცი რამდენ წლიანი და საუკუნოვანი ისტორია რომ გვამებსაც კი არ მარხავდნენ წვავდნენ როგორც აგერ დაწერეს რომ წვავდნენო შეიძლება იმიტომ წვავდნენ მკვდარი რომ არ შეეჭამათ უეჭველი მაგრად არის გამწარებული კი ჰიპოთეზა კი თქვა მაგრამ სიმართლე რომაა და არა ჰიპოთეზა მიტომ ეწვის ხო და მოკლედ ერთი სიტყვით მეგობრებო ჩვენ ვხედავთ თუ როგორი ბრძოლა წავიდა ახლა არა მხოლოდ მსოფლიოში არამედ სრულიად საქართველოშიც რომ გავიგოთ ვინ ვართ ჩვენ და რა ისტორიის მატარებლები ვართ ამის წინააღმდეგ როგორც ჩანს თვითონ აი ამ საქართველოში მცხოვრებ ქართველად წოდებული ურიებს აქვს პრობლემა რა ეხლა მე მართლა არ ვიცი ნიკოლოზ ლეკიშვილი ვისი კაცია რისი კაცია ყავს კრიშა თუ არა თუ რა მაგრამ ის ჰიპოთეზა რომელიც წარადგინა ნიკოლოზ ლეკიშვილმა მეცნო იქედან რომ გერმანიაში ნამდვილად ასე არის მეცნიერულ სფეროში არ ვიცით სად იყო იერუსალიმი არ ვიცით ვერ მეცნიერული ნაწარმოები რომ შენ რომ დისერტაციის დაცვა მოგინდეს ხომ აი ამ თემაზე ხო ვერ დაწერ იმიტომ რომ მეცნიერული კვლევა არ არის ჩატარებული რომ მტკიცებულების დონეზე მეცნიერული არქეოლოგიური კვლევა არის რამდენჯერმე ჩატარებული იერუსალიმში არც ერთი არტეფაქტი არ აღმოჩნდა და ვერ იპოვეს ორჯერ არის ჩატარებული ვერც ერთზე და შენ რომ მოგინდეს როგორც მეცნიერს ქრისტიანული არქეოლოგიის განხრით რომ დაწერო დისერტაცია დაიცო სად იყო იერუსალიმი როგორ გამოიყურებოდა ვინ ჩადიოდა იყო თუ არა ჯვაროსნული ომები იქ თუ არა ამაზე ვერ დაწერ იმიტომ რომ მტკიცებულება არსად არ არის უბრალოდ წყაროს ვერ აიღებ რომ დაწერო რომ აი ამა და ამ ადამიანმა ჩაატარა იქ კვლევა და ამის ნიადაგზე ამის კვლევის ნიადაგზე ჩვენ ვიცით რომ ჯვაროსნული ომები იქ იყო ამ ადამიანის ნიადაგზე ან წყარო ხო წყაროს ხო უნდა მიუთითო პიროვნებები არ არსებობს ესეთი ნაშრომი რომ ვიღაცას ქონდეს კვლევა დადებული რომ იერუსალიმი იქ იყო პალესტინის ტერიტორიაზე არ არსებობს ესეთი კვლევა არ არსებობს ესეთი მეცნიერული კვლევა და არ არსებობს ესეთი მეცნიერული წყარო არ არსებობს ფაქტიურად და არსებობს ერთი წყარო ეხლა რომელიც ნიკოლოზ ლეკიშვილმა აწარმოა ერთადერთი წყარო რომელიც ნიკოლოზ ლეკიშვილმა აწარმოა და ფაქტები დადო და ესეც უნდა რომ შერაცხოს გიჟად გესმის იმის მაგივრად რომ განიხილოს რა დაწერა იმ წიგნში ნიკოლოზ ლეკიშვილმა და უცბად კონსპირაციული თეორიები წარმოშვა რომ აი საქართველოს ვართმევთ თურმე იმას რა ქვია იერუსალიმს თუ ქართველებს ვართმევთ საქართველოს საიდან მოიტანა ან დინ მოიტანა რა ჰიპოთეზის დონეზე წარმოქმნილი ნაშრომით შეიძლება ვინმეს რამე წაართვა
ყოჩაღ ნიკოლოზ ლეკიშვილს, რომ ეს შრომა აწარმოა. მიუხედავად იმისა, რომ მასზე მომივიდა ამბები, რომ ზოგიერთი ადამიანის ინფორმაციები ისი აიღო, ხო, აი ერთმა ურჩია მეორეს და იმის სახელი საერთოდ დამალა და თავისად მიიწება, არაუშავს. თავარია რა დაწერა. მაგაზეც მოიხდის ბოდიშ ვისგან რა ინფორმაცია მიიღო, მაგრამ თავარია რა ნაშრომი დადო. ეს გავიგოთ ჩვენ და არა პირდაპირ მივაწეროთ, რომ რაღაცა ესე იგი ფსიქიკური აშლილობის დონეზეო. პირველად როგორც იწყებს ეს კაცი ამ ადამიანის აღწერას, არის ის, რომ პირველად რომ ნახეთო ეს გადაცემაო, მისი ნალაპარაკებიო, მივხვდითო, რომ ფსიქიკური აშლილობა ქონდა ამ ადამიანს, რომ მიხვდნენ. გესმის? ცილის წამება. ცილი დასწამეთ, კი არ მიხვდით, ცილი დასწამეთ. რომ იმხვდარიყავით რამეს, ესე არ ლაპარაკებით ახლა. და აქედან გამომდინარე, აი თქვენნაირი ნაგავი ხალხი, ხო? კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ადამიანს რომ დაინახავს, რომ ცოტა სხვანაირია და სხვა ჰიპოთეზები აქვს, აი როგორც ჩემნაირ ადამიანს რომ დაინახავენ, ფსიქიურ აშლილობასთან გვაქვს საქმე. და შენთან ხო ყველაფერი დალაგებულია, ბაყაყს რო გახარ, ნახეთ. ბაყაყს და გომბეშოს ეს გავს, სხვა კი არაფერი. თუ გინდათ გაიგოთ ადამიანი გომბეშოს სახით, შეხედეთ ამ ადამიანს. შეურაცხყოფას არ გაყენებ. ეს არის ჩემი მოსაზრება. როგორც შენ გაქვს მოსაზრება ნიკოლოზ ლეკიშვილზე, რომ ის არის ფსიქიურად აშლილი. გესმის? ხომ გესმის? ლოდი რომელიც შეურაცხყვეს, ანუ საქართველო თავკიდეთ იქცევა მალე. კი ბატონო, როგორც ახლა აშენებენ ახალ ისრაელს უკრაინაში, ისე აშენებული იერუსალიმში, ახლანდ იერუსალიმს, რასაც უწოდებენ. კი, პავლე, ზუსტად ეგრეა. იქ არანაირი არტეფაქტი არ არის იმდროინდელი, რასაც იბრალებენ თვითონ. ის რაც ააშენეს იმ ქვებით, მისყიდული, წაღებული და მიტაცებული ქვებით, ის რაც ააშენეს იქ, რომ ვითომ ესე გამოიყურებოდა და ეკლესიები და ისინი რომ დადგეს, ბოძებიც კი წაიღეს, ამ კაცი ჭამიებმა ამან, ბოძებიც კი წაიღეს, იქ წაათრიეს. მთელი სატვირთო მანქანები იყო დატვირთულიო მეორე მსოფლიო ომის დროს, რომ გახქონდათ ეს მთელი არტეფაქტები. და იქ ააშენეს იერუსალიმე, ვითომ იქ იყო რაღაც კედელი და იქ დაინგრა სოლომონის ტაძარი და დედამათის ერთი ამბავი. ხო და მეგობრებო, ხომ ხედავთ რა ომიც დაიწყო, ხო? ჯორჯაძის სიტყვები გაიხსენეთ. საქართველომ თავისი როლი უნდა მიხვდეს, რა როლს თამაშობს ამ დედამიწის ზურგზე და საქართველოს როლი არის უპირველესი, ყველაზე მნიშვნელოვანი და ქართველმა უნდა გაიგოს თავისი ისტორია ძირფესვიანად. თუ ქართველი თავის ისტორიას ძირფესვიანად ვერ გაიგებს, დედის გასწორებაა მიწასთან მოსალოდნელი სრულიად დედამიწის. ამიტომ გაიგეთ ქართველებო, რა როლს თამაშობთ თქვენ ამ ისტორიული ფაქტის და ისტორიული ძალების გადალაგების დროს და ყველაზე მნიშვნელოვანი რომ თქვენ ხართ და ჩვენ ვართ, ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველები არიან და პროტოქართველები, სულ ერთია ეს ვინ არიან პროტოქართველები, ეს ისტორიაში გვეწერება და გავარკვევთ ამასაც, ქართლის ცხოვრება უბრალოდ გადასაშლელია და წასაკითხია და გავიგებთ ვინ არიან ქართველები და ვინ არიან, რომ დამტკიცდება და ვისგან დამტკიცდება, რა თუნდა ამას დამტკიცება, სახეზე შემოგხედა უკვე ვიცი ვინ ხარ და სადაური ხარ, ხო? რაც შეეხება ახლა იმას, სომხებს მეგობრებო. სომხები, ეგრეთ მოხსენებული, ქართლის ცხოვრებაში მოხსენებული სომხები არ არიან ის სომხები, რომლებიც დღევანდელი სასომხეთის ტერიტორიაზე არიან. სომხები, ქართველი სომხები, რომლებიც საქართველოს ეკუთვნოდნენ და ქართველ მოსახლეობას ეკუთვნოდნენ, სრულიად დაპყრობილი იქნენ ინდო-ევროპული პატარ-პატარა ტომებისგან. პატარა კი არა და იმ
გაველურებული ტომებისგან, რომლებმაც დაიპყრეს როგორც სომხები, ისე ხაზარები, ისე სხვადასხვა ერები, რომლებიც შემოიერთეს და სრულიად გადააჯიშეს და სრულიად გაანადგურეს და საქართველოში იყვნენ დარჩენილი. თქვენ გაიხსენეთ წმინდა ნინოს, როდესაც შემოდის საქართველოში და ეტყვიან დავალებას მიიღებს, რომ ქრისტეს კვართი უნდა იპოვოს, წმინდა ნინოს სვეტი ცხოვლის ამოხეთქვაში ერთ-ერთი სომეხი ქალი დაეხმარება, რომელიც მას ასწავლის იმ სიტყვებს, რომელიც უნდა წარმოთქვას, რომ ამოხეთქოს სვეტი ცხოველმა. აი ეს სომეხი ქალი, მეგობრებო, არ არის ის სომეხი, რომლებიც ინდოევროპელების მიერ იყვნენ დაპყრობილი, არამედ ეს სომეხი ქალი არის იმ თარგამოსის შვილის შთამომავალი, რომელიც ქართველად იწოდებოდა. გესმით? და სომხები, დღევანდელი სომხები არიან, როგორც ახლა მედიაზე ირანული ტომები არიანო. ისინი დაპყრობილი იქნან ინდოევროპული ტომებისგან, ასევე ირანული, რა თქმა უნდა, მათ ეკუთვნიდა. როდესაც ჩვენ საუბარი ქონდა, რომ ჩვენი მეფეები პირველ რიგში იცავდნენ სამეფო სისხლის წარმომადგენლებს და მათ ყავდათ ჯარი, რომ არ შერეულიყო სისხლის სხვა სისხლს, ეს სწორედ იმის მიმანიშნებელი იყო, რომ ეს ნახევრად ველური ტომები არ შერეულიყვნენ იმ ტომებს, რომლებიც ცივილიზებული იყვნენ. ცივილიზებული იმ ხრივ, რომ ისინი იყვნენ სხვანაირი სისხლისა, სხვა სისხლის წარმომადგენლები. ქართლის ცხოვრებაში გარკვევით წერია, ადამის შექმნის მერე 5000 რაღაცა წელი არის გასული ჯვარცმის დროს. 5328 წელია, თუ სწორად მახსოვს, გასული ჯვარცმის ადამის შექმნიდან ჯვარცმამდე. გესმით? ეს ადამი ვინ იყო, ვინ შექმნა, რა წარმომადგენელი იყო და რა სისხლის მატარებელი იყო, გასარკვევი გვაქვს და ვინ იყო ეს იალდაბაოთი, ის ღმერთი, რომელმაც 64-დან გამოაგდო ადამი და სად იყო 64? ეს არ არის რაღაცა მოთხრობა, რომელიც ზეცაში ხდებოდა, ეს ხდებოდა ყველაფერი დედამიწაზე და ჩვენ გასარკვევი გვაქვს სად იყო 64 და საიდან გამოაგდო? აი ამ თვითმარქვია ღმერთმა იალდაბაოთმა ადამი. გესმით? გასარკვევი გვაქვს. და აი ამ თვითმარქვია ღმერთის ხალხია ზუსტად ის ჰურიასტანელები, რომლებიც კაცსიჭამიები არიან და თვითონ თავიანთი ხალხის გვამსაც არ ტოვებენ, საერთოდ გვამი არ დაიმარხებოდის. თამარიონი წერს, ერთი რამ მაინტერესებს, იცით, აღთქმული მიწა რომ დახპირდა ღმერთმა თავის ხალხს, ნუ თუ დღევანდელი ისრაელისა და პალესტინის გადახრიკული ტერიტორია აღთქმული მიწა, ნუ თუ მეტი ვერაფერი გაიმეტა ღმერთმა თავის რჩეული ერის ის ხრიოკისა და უდაბნულის მეტი აღთქმული მიწა იყო რძისა და თაფლის ქვეყანა. ეხლა ვიღაცა იტყვის, ხო, რძე და თაფლი ისრაელშიც არის. არ არის ისრაელში. ჩატანილი კი, მაგრამ რძე და თაფლი რომ მოიპოვო, ამისათვის გჭირდება ველი, ბალახეული, სადაც აი გვირგვინი რაც მახურავს, ეს ყველა ყვავილი და კიდე უამრავი მოიპოვება და რძეც რომ მოიპოვო, გჭირდება აი ეს ფლორა და ფაუნა, გესმის? და თუ იერუსალიმი არის ბიბლიური აღთქმული მიწა, მაშინ უნდა გქონდეთ მათ უამრავი ფლორა და ფაუნა. მათ უნდა გქონდეთ ყველაზე ხშირი სცენარეები, რაც კი ბუნებრივად იქ მოსულია და აგერ ჩემი მეუღლეს გეოგრაფი და გეოგრაფი ადამიანი ამბობს, რომ ყველა სცენარი არის კავკასიიდან წასული. ყველა სცენარებს აქვთ გადაადგილების უნარი და ყველა სცენარი არის კავკასიიდან წასული. მაშასადამე რძისა და თაფლის ქვეყანა არის საქართველო და კავკასიის ტერიტორია და არა ის გადახრიკებული მიწა, სადაც იერუსალიმი დაარქვეს ძლივს ერთი გორა რო ნახესო ჯოხაძის თქმის არ იყოს. ერთი გორა ძლივს ნახესო და იმას სინას მთა დაარქვესო, სინაის მთაო და როცა ენოქის წიგნში დგახარ და ამბობს ენოქში, გავყურებ 9 მთას, ითვლის ეს კაცი.
1 2 3 აქედან ჩემიდან 9-მთა ჩანსო გესმის 9-მთა იმას ნიშნავს რომ ერთ ადგილზე როდ გახარ 9 გორა და 9-მთა ჩანს აბა დადექი სინაის მთაზე და დაინახე 9-მთა დაინახა ვერ დაინახა ესე იგი ძველი აღთქმას და ახალი აღთქმას სადღაცა კავკასიის ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო და თუ კი ქართლის ტერიტორიაზე პირდაპირ გიწერია რომ ჰური იყო ცხეთაში რომელიც ხარკად მიიღეს ქართლოსისაგან მაშინ ესე იგი ჰურიასტანელები იყვნენ ზუსტად მაგ ტერიტორიისგან რომელიც ზეც საუბარი არის ბიბლიაში ქალდეველები ნაბუქოდონოსორი და ყველა ის პონტოს ზღვა და ასე შემდეგ რაც ბიბლიაში გვხვდება საქართველოში იყო პონტოს ზღვა ერქვა შავ ზღვას ორი სახელმწიფო რაზეც შენ გაქვს პრეტენზია ბატონო ვიღაცა ხარ ხო გომბეშო რაზეც შენ გაქვს პრეტენზია მაშინ ის სახელმწიფოები უნდა დამტკიცესო სად იყო ცხეთა და არმაზი მაგას რა თუნდა მეტი ლაპარაკი იმ ხიდსაც აღვადგენთ რომელიც პირდაპირ სვეტიცხოვლიდან ჯვარზე ადიოდა ეს ორი ქალაქი ხიდით კავშირდებოდა ერთმანეთთან და ერთს ყავდა სხვა მეფე მეორეს სხვა მეფე ეს ორივე იყო მცხეთაში დიახ მცხეთაში სად არისო გალავნებიო იქ არის გალავნები თუ აღადგენ კარგს იზავ ყველაფერი იქ გაქვს ყველაფერი არტეფაქტიულად დამტკიცებული და იქ არის მთლიანად ის სახელმწიფოები განლაგებული ის კედელიც და ის კარიბჭეც ასე რომ ჩემო კარგებო 60-ზეც ჰქონდა ენუქს ჰიპოთეზა ხო ჰიპოთეზის დონეზე აბსოლუტურად ყველა ადამიანს უნდა ვესაუბროთ არა გვაქვს ჩვენ უფლება რომელიმე ადამიანს ჩვენ გიჟი ვუწოდოთ რატო ილია ხარ გაბრიელს რო გიჟს უწოდებდა და მერე წმინდანად შერაცხა რა გარდაიცვალა და აღარ შეუშლიდა ხელს მერე წმინდანად შერაცხა იმიტომ რომ ბიზნეს გააკეთებდა და დაატრიალებდა ბიზნეს მისი წიგნებით რატო სანამ ცოცხალი იყო მაშინ რატო არ შეიცნო რომ წმინდანი იყო მაინც გვამი უნდა ნახოს გაუხრწნელი თუ მარტო მაგით შეიცნობენ წმინდანებს მაშინ მართლა ჰურიასტანელები ყოფილან ეგენი რომელიც ცოცხალ ადამიანს ვერ შეიცნობს წმინდანად და მარტო გვამს უყურებს და გვამის დონეზე არის დასული იქნებაღა მისი ჭამაც დაიწყონ რაც მამა გაბრიელს საღი დარჩა სომხები შუამდინარეთის ურის ხალხია კოსიდოვსკის პუბლიცისტიკაში ნონაწერს პავლე დღეს ხელოვნურ ინტელექტს შევეკითხე ყველა წმინდა წერილი ვისი დაწერილია თქო და ყველა ებრაელის დაწერილი არის ყველა წმინდა წერილი ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის საერთოდ ქართველებისთვის რომ ებრაელების დაწერილია და არა ქართველის და ვეყრდნობით ამ წმინდა წერილებს ებრაელების დაწერილს რომლებიც ნდობას არ შეიძლება პავლე ძალიან კარგი მოსაზრება არის ხელოვნურმა ინტელექტმა კითხვა რომ ებრაელების დაწერილია თუმცა საინტერესო ის არის რომ აი ესენი ვინ იყვნენ მერე ახალ აღთქმაში რო წერენ 4 მახარობელი ესენი ებრაელები იყვნენ თუ ვინები იყვნენ საინტერესო ეგ არის თორე ყველა ძველი წერილი ებრაელების დაწერილია მაგას რა თუნდა ლაპარაკი კი რომლის ნდობაც არ შეიძლება ნამდვილად ეხლა დაგემშვიდობებით მეგობრებო ყველი გამიშრა ჩემი გვირგვინის გამოშრა ხო კარგი გვირგვინია მე გავაკეთე ჩემი ხელით ძალიან ლამაზია მე მომწონს ძალიან გაკოცეთ, წავედი. სულაც არ მცხვენია იმის, რომ გამოვლანძღე ეს გომბეშო. არ მცხვენია, რომ გამოვლანძღე ეს გომბეშო რა. მართლა არ მცხვენია და გაუზიარეთ თუ გინდათ. ნამდვილად არ შემეშინება ამ კაცის მე.